ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ინტერესისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენთან ერთად ყოფნა. თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება ჩემთან ერთად ყოფნა, არ ვიცი, ვნახოთ, ვეცდები. დიდი მადლობა რომ აქ ხართ. ეს შენობა ჩემთვის ვერ ვიტყვი რომ მშობლიურია, გააჭარბებული ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ახლობელია გამომდინარე იქედან რომ აქ წლების განმავლობაში მე ასე ვთქვათ შეთავსებით თქვენ ახსენეთ კინოს, ენისა და სტრუქტურის შემსწავლელი ლაბორატორია წლების მანძილზე აქ მუშაობდი მე ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის ხელმძღვანელობით და ის პერიოდი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ჩემი აზრით მაგალითად შესაძლოა და მე ვერ ვიქნები ობიექტური სპორტთან და ფეხბურთთან მიმართებაში. ალბათ ყველაზე წინ ჩვენ სწორედ ამ სფეროში ვართ, ანუ ერთ-ერთი მოწინავეა ავანგარდია ჩვენი ქვეყნის, ჩემი აზრით სპორტი იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რაც მართლაც გვაქვს და ეს საოცარ მოვლენა არის ჩემი აზრით. როდესაც სპორტზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ დავკონკრეტდებით ფეხბურთზე, ფეხბურთი კიდევ უფრო დიდი რამ არის ალბათ. ფეხბურთი ჩემი აზრით ჩვენთვის მხოლოდ თამაში არასოდეს არ ყოფილა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რომ მოვყვეთ, ხო, დიდი 70 წელი ვიცხოვრეთ ჩვენ იმ ქვეყანაში და როდესაც დამოუკიდებლობას ვზეიმობთ, თავისუფლება უფრო მომწონს, თავისუფლებას ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის, სწორედ იმ ქვეყნიდან დამოუკიდებლობას გულისხმობთ პირველ რიგში, ჩემი აზრით, იმ იმპერიის ნაწილის, რომელიც ვიყავით და მართლაც ასე იყო, ესე იგი, ფეხბურთზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში დინამო თბილისია, ვინაიდან დინამო იყო მუდმივად ამ წლების მანძილზე საქართველოს ნაკრები, ვინაიდან ყველა ქართული კლუბი ყველაფერს თმობდა დინამოსთვის, ქუთაისის ტორპედოდან დაწყებული და ასე შემდეგ. და ნამდვილად არ ყოფილა მარტო თამაში, ეხლა დინამოს ისტორიას რო გადაავლოთ თვალის სხვათა შორის ოფიციალურად დინამოს 100 წლის იუბილე აქვს წელს, თუმცა არის ვერსიები, რომ 1-2 წლით ადრე იქნა და არსებული სპორტ საზოგადოება დინამო. არის რაღაც საოცარი თავგადასავალია, რომელიც აი პარალელები შეიძლება გააკეთო შენს ქვეყანასთან, ის რაც ხდებოდა ფეხბურთში და რა ვიცი, ჩემი აზრით დღეს მე რასაც უყურებ, რასაც ვხედავ, როგორც გზნობ ფეხბურთს, ჩვენი ინტერესი ხო რა არის? ეხლა ჩვენ ბედნიერები ვიყავით იმით, რომ გერმანიაში ქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავით ჩვენი დროშით და გერბით და ჰიმნი გვემღერა და ჩვენ ბედნიერეს ხალხი ვიყავით. რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთით შეგვამჩნიონ, რატო გავგიჟდით ხვიჩამ, რატო გააბედნიერა ხვიჩა გვარაცხელიას წარმატება მთელიერი, რომ ეს იყო საქართველოს ცნობადობის გაზრდა იყო, ხო? აქ მიდის მაინც ყველაფერი, ჩემი აზრით. ადრეც რო გადაავლოთ დინამო თბილისის თქვათ ტიტულებს, საბჭოთა პერიოდის ტიტულებს, თვალი დინამოზე მეტი ჩემპიონობა საბჭოთა კავშირში ერთ 5 გუნდს აქვს მოპოვებული და 6 აქვს უფრო მეჯერ თასი აღებული. მაგრამ რაღაცა ფეხბურთი მარტო ტიტულები არ იყო თითქოს ჩვენთვის. ფეხბურთი რა იყო? ხო, აი ფეხბურთით გვინდოდა რომ რაღაცნაირად შევემჩნიეთ ქართველები და რაღაც პატივისცემა დაგვემსახურებია ფეხბურთის წყალობით და იდენტობის, ჩვენი იდენტობის იმ პერიოდში განსაკუთრებით ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო ჩვენთვის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ტიტულების სხვებს ბევრი ჰქონდათ, აი მთელი ისტორიის მანძილზე ასე იყო. დინამო თბილისის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იყო ყველა ქალაქში აბსოლუტურად იმ იმპერიის. რუსეთი იყო ეს თუ ნებისმიერ უკრაინა. განსაკუთრებული ბოლოდინი იყო დინამო თბილისის, განსაკუთრებული ინტერესი იყო და ტრიბუნები როცა ვერ ივსებოდა ნებისმიერ სხვა გუნდთან შეხვედრაში დინამო თბილისთან თამაშზე ბილეთი შოვნა ყოველთვის ჭირდა. არა მარტო აქ თბილისში, იქ გულისხმობ. ეს იყო, ეს რეალურად ასე იყო. კი ბატონო, გჯობნიდნენ ფიზიკური ძალით, გჯობნიდნენ შრომის მოყარეობითაც შეიძლება გჯობნიდნენ. ბევრი რამით შეიძლება გჯობნიდნენ, მაგრამ ჩვენ ალბათ გქონდა ის, რაც არ გქონდა არავის იმ ქვეყანაში, ხო და ის მრავალფეროვანი ქვეყანა იყო, ხო? რუსები, ყაზახები, უკრაინელები, ბალტიის ქვეყნები, სომხები და ასე შემდეგ. ჩვენ რაღაცა უნარი გქონდა იმის, რომ მოგვეწონებინა ჩვენი თავი
სხვისთვის რაღაცა რომანტიული ფეხბურთი იყო, რაღაცა თავისუფალი ფეხბურთი იყო. ფეხბურთში ჩემი აზრით და კინემატოგრაფში ჩვენ ყველაზე თავისუფალი ვიყავით. ჩემი აზრით იმ პერიოდში, როდესაც მართალი სიტყვის თქმა ჭირდა ყველაფრის ის იყო შესაძლოა დეფიციტი, მაგრამ ყველაზე უფრო სიმართლის დეფიციტი იყო მაშინ. და ეს ჩვენ გამოგვდიოდა სწორედ იმით, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარჩვევები გქონდა, რომ გვინდოდა შეენიშნათ ჩვენი თავი და პატივი ეცათ ჩვენთვის და ვინც არ უნდა ყოფილიყო დინამოს დირექტორი იქნებოდა, მწვრთნელი იქნებოდა, ფეხბურთელი იქნებოდა, პრაქტიკულად მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ ეს გამოგვდიოდა, იმიტომ რომ რაღაც არაორდინალური, ტექნიკური რაღაცას ვცდილობდით ისეც რომ თავი მოგვეწონებინა სხვისთვის და ჩემი აზრით ეხლა რო ვფიქრობ, ხო ყველაზე დიდი ტიტულიც ჩვენთვის იყო ეს იმ დინამო თბილისისთვის, იმ პერიოდისთვის და ეხლაც დღევანდელ რეალობაშიც რო გადმოვიტანოთ, ხო იგივე ხდება პრინციპში, ხო? აი ამ ფეხბურთით გვინდა რომ გვიცნობდნენ და პატივს გსცემდნენ და მე თუ შეგვიყვარებენ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ვინ იქნება და ეს არის ალბათ და აქაც გვინდა რომ არავის არ უგავდეთ ამ ფეხბურთშიც. ეხლა იგივე ევროპის ჩემპიონატი რო ავიღოთ ჩვენ და იქ ჩატარებული შეხვედრები, ხო? პირველი თამაში არის აი ნათელი ილუსტრაცია ამის. თურქეთთან შეხვედრა. სადაც საბოლოო შედეგი 3-1 დაუმარცხდით და დაუმარცხდით 2-1-ზე მოვინდომეთ აუცილებლად გათანაბრება, ხო გახსოვს ჩვენ გიორგი მამარდაშვილის ჩასვლა საჯარიმოში კუთხურის ეპიზოდში და შემდეგ ის კადრი არამონდის თვალიდან ცარიელ კართან რო გარბოდა თურქი ფეხბურთელი და დავითაშვილი და მამარდაშვილი რომ მოძდევდნენ არანაირი დედამიწის ზურგზე არსებული კანონის მიხედვით გამორიცხული იყო იქ დაწევა, მაგრამ ეს ორი ადამიანი იმ 3-1-მა წაგებამ გაგვიყვანა ესპანეთზე, მე ასე დაჯდა ხო რეალურად, თორე ისე რუმინეთი გვეყოლებოდა ჩვენ მეტოქეთს. რა ვიცი, აქაც გამოჩნდა ჩვენი რაღაცა სხვანაირი, შეიძლება ზოგჯერ მისაღები, შეიძლება ზოგჯერ მიუღებელი, მაგრამ რაც ვართ, ჩვენ და ვამაყობთ იმით, როგორებიც ვართ და გვიყვარს ისეთი ჩვენი ქვეყანა, როგორიც ვართ და ბედნიერი ვარ მე იმით, რომ ქართველი ვარ და მე ვფიქრობ ყველანი ასე ვართ ჩვენ. ბედნიერი ვართ ყველა ჩვენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ეს მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით მეთქვა. ფეხბურთი და სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი ნამდვილად არაა ჩემი აზრით ჩვენთვის მხოლოდ თამაში. არა მარტო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. იმედი ამის შემდეგ ბავშვები დაინტერესდებიან იმ წარსულით და იმ ფეხბურთელების სახელით, რომელსაც ასე შეაყვარა. დღეს ეხა ჩვენ ბედნიერები ვართ, ისეთი ბიჭები ყავს, რომ იმიტომ რომ გულდასაწყვეტიც კი არის ალბათ მსოფლიომ რო არ იცის ის სახელები, რომელიც იყო მაშინ, არა? ნუ პრინციპში საზოგადოებამ კი იცის ვიწრო შეიძლება მსოფლიოს სპორტის, მაგრამ ამიტომ რა არის, იცით, სპორტი არ არის მხოლოდ ისტორიას ქვეყნისას ქმნის ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი მიმართულება, სადაც ის ადამიანია ჩართული. საქართველოს ისტორიის, შეიძლება უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი სეგმენტი არის სპორტი. მათ შორის ფეხბურთი. ეს ამას ყველაფერს მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ თქვენ აქედან რო გახვალთ, მერე დაიწყოთ ამ ყველაფრის მოძიება. მით უმეტეს, როდესაც ეს არის ძალიან მარტივი დღეს ამ გაჯეტების მეშვეობა. და არა მხოლოდ სკროლოთ სხვისი ნააზრები. ოდიშეს იცით რა არის ბატონო, მე მაესტური რომ რაღაც აი ეს ინტერაქტიულად გამოვიდეს, მაგრამ მე არა მაქვს ამათთან შეხების ბედი. როგორ ბრძანებთ? ახლა მოიფიქრე. ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში. გირჩევნიათ რომ დავბრძანოთ. სანამ ისტორიულ ნაწილში ვართ, მე ჩემი ერთი სუბიექტური კითხვა მაქვს, რომელიც მართლა ცოტა ესეთია კომიკურიც არის და საინტერესოც საქართველოს სომხეთის შემთხვევებზე მინდა რომ დავსვა, არ შემიძლია. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი აი ამ ორი ერის შეხვედრებში განსაკუთრებით ჩანს მათი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და თქვენ მახსოვს კურიოზებიც გქონდათ. ეს აი ეს არის, არ ვიცი, გაზდევს მუდმივად ქართული და სომხური ფეხბურთის ისტორიას და აქ ისეთ თავგადასავლებია, რომ არ ვიცი რომ საიდან დავიწყო. ერთი არის ყველაზე ერთი კი არა, არ ვიცი ამ ბევრი. პირველი თასის გათამაშება, საბჭოთა კავშირის პირველი გათამაშება თასის 36 წელია, რა პერიოდია წარმოიდგინეთ, გაგანია ის 37 ამბები. პირველი თამაში ჩაატარა ქართული კლუბებიდან ბათუმის დინამო. და ბათუმის დინამოს მეტოქე იყო სომხეთის წარმოადგენელი
აი მე რომელი ის იყო გიჩაური. არ მახსოვს კარგად რა. პატარა ის არის, ქალაქი დაბა და დიდი ანგარიშით იგებს ბათუმის დინამო და უკვე სასწაული მოყვა ამ ამბავს, როგორ შეიძლებოდა ქართველებთან წაგება უკვე მაშინაც რა თქმა უნდა ეს ის იყო, ასე ვთქვათ, კონკურენცია, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა რა და მე ესე იგი ძლივს გადაურჩნენ გადასახლებას ის ადამიანები, ვინც ესე იგი ამ მატჩის, ამ გუნდის ორგანიზაციაში რაღაც წვლილი ჰქონდათ რა. ეს ძალიან დიდი ისინია, მე ბევრი ინფორმაცია სამწუხაროდ არ არის კონკრეტულად ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. მე სხვა შორის ბათუმის დინამო ხვდება თბილისის დინამოს შემდეგ ეტაპზე და ეს მაგარი ისტორია, 3 თამაში ჩატარდა ვერ დაასრულეს შეხვედრა. აი დაუღამდათ, იქ ერთმა გუნდმა დააგვიანა და ასე შემდეგ. ყველაზე ისეთი ისტორიაა დინამო მაშინ სპარტაკი იყო ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 63 წლიდან დაერქვა ერევნის არარატი გახდა 63 60 წელს ხდება სასწაული 10 წელია ერევნის გუნდი გავარდნილია ამ უმაღლესი დივიზიონიდან და ბრუნდება უმაღლესში და ახლა მინდა ზოგადად იცოდეთ რომ საერთოდ სომხური ფეხბურთის ტრადიციები ძალიან მდიდარია თასი ორჯერ ჩემპიონობა მიუხედავად ბაიერნისთვის აქვს მაგალითად მოგებული ჩემპიონატის გათამაშებაში, 2 მატჩი ჯამში გავარდნენ, მაგრამ 1 ერევანში მოუგეს და სერიოზული ტრადიციები, სერიოზული ფეხბურთელები და ასე შემდეგ. ან საკმაოდ ისეთ ყოველთვის ანგარიშგასწევი ძალა იყო და სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, რომ პირველი დიდი გამარჯვება თასზე, რაც დინამო თბილისმა მოიპოვა 1976 წელია, წარმოიდგინეთ, მე-6 ფინალს თამაშობთ, 5 ფინალი ვითამაშეთ მანამდე და 5-ვე თამაში წავაგეთ. ხო, ეს კიდე ცალკე ფენომენი არის 5 თამაშის წაგება. აქ ხასიათის ამბავიც არის ალბათ ყოველთვის რაღაც გვაკლდა საბოლოო წარმატებამდე, ჯერ კიდე პირველ ჩემპიონატში დინამო თბილის პირველივე ჩემპიონატში შეძლო ჩემპიონობა, ისეთი თამაშები მოიგეს მოსკოვში და მე საკუთარ მოედანზე ვისთან დაკარგეს ქულები რო ნახოთ, ბოლოს ამ ადგილთან თბილისში. ეს ასწავლი ამბავია. და ახლა ნუ ეს ობიექტურად ისიც უნდა ვთქვათ, ჩვენ რომ ეს 5-ვე თამაში ჩატარდა მოსკოვში მოსკოვურ კლუბებთან. და 1976 წელს ხვდებით ერევნის არარატს და ეს შეხვედრა არის მოსკოვში, არარატი თასის მფლობელია, წინა გათამაშების სერიოზული გუნდი, სერიოზული შემადგენლობა და ეს ნუ ის შეხვედრა 3-0 მოვიგეთ, თუმცა ის ანგარიში ობიექტურად არ ასახავს ძალთა თანაბარდობას, იმიტომ რომ არარატს ჰქონდა მომენტები იქ და სერიოზული ბრძოლა იყო. მაგრამ 60 წელს დაუბრუნდეთ ჩვენ 1960 წელს 10 წელი, ესე იგი, ეროვნული კლუბი ელოდება უმაღლეს დივიზიონში თამაშს და დინამო თბილისთან უწევთ ახლა შეხვედრა და ნუ დინამოსთან განსაკუთრებული კონკურენცია, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვა, ვინაიდან მუდმივად თავმსდევია ჩვენი შეხვედრების და ესე იგი მე ახლა ამას რო ვკითხულობ ამის შესახებ, რა ვერ წარმომიდგენია და მგონია მითი რა და ლეგენდა, მაგრამ ნუ რაღაც არის მოსული ჩვენამდე ეს თვალშორის ერთ-ერთი აქსელ ვართანიანის ისა ამის შესახებ თბილისელი სპეციალისტი და მკვლევარი საბჭოთა პერიოდის განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის ფეხბურთის ესეთი ამბები ხდება დინამო თბილისი ეთამაშება ერევნის სპარტაკს ჯერ კიდევ 60 წელს სპარტაკია და ნუ თამაშის დღეა აღებენ ჭიშკარს ადმინისტრაციის თანამშრომლები და შედიან სტადიონზე. რას ხედავენ? ნახევარ ტრიბუნების სავსეა. დილით შედიან ნახევარ ტრიბუნების სავსეა. არიან ერევნიდან ძირითადად ერევნიდან ჩამოსული გულშემატკივრები. ერევნის გულშემატკივრები და ნუ რა ქნან ეხა არიან საგონებელში დილემის წინაშე რაღაც კვეთილება უნდა მიიღონ. არა და ბილეთები რა თქმა უნდა ყველა გაყიდულია და ხა 3 ადამიანი ერთ ადგილზე ვერ დაჯდება. ნუ ახლა მაშინ ყველაფერს წყვეტდა მოსკოვი და იქაც ეთყობა დაუკავშირდნენ რაღაცას. ნუ საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება ეს თამაში გადადეს. ნუ გამორიცხული იყო ახლა ჩატ რა უნდა იქნას. ახლა კი მაშინ ის თითქოს ძალა და რაღაცა კი, მაგრამ ის პერიოდია უკვე ხრუშოვია სათავეში და მთლად ესე ბრუტალური ძალით ამის რომ ხალხი გაყარო და არბიო და რაღაცა უკვე არ იყო მაშინ ის პერიოდი რა. ესე გადადეს თამაში. ნუ ბევრი ისეთ მნიშვნელოვანი რაღაცა, ნუ ბოლო იყო თითქოს 7-0 გამარჯვება სანაკრებო დონეზე და რაღაცა, მაგრამ ბოლოს აგერ ჩვენმა ფეხბურთელებმა სომხეთის ნაკრებთან მოგეხსენებათ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს ორ შეხვედრაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს ისტორია არის, აი მუდმივად რაზეც არ უნდა ეთამაშათ, რაზეც ჩემპიონატი თასი
ყოველთვის იყო განსაკუთრებული, ბევრი სიმწარე განგვიცდია, აქეთ მარცხი ეს ბუნებრივი ამბავია და გასაგებინებიდან არარატი ყოველთვის საინტერესო მეტოქე იყო, მაგრამ მაინც უფრო ხშირად გამარჯვება იყო და ეს განსაკუთრებით ახარებდა ქართველ გულშემატკივარს, ისევე როგორც დინამოსთან გამარჯვება სომეხ გულშემატკივარს, ეს იყო ნამდვილად და ძალიან ბევრი ისტორია, მაგრამ ეს რაღაცა უცებ რაც თან აჩვენებს ამ ორიერის თან მსგავსებას. არა, ეხლა გადავდიოდი თან აი ამ სიყვარულს, ხო? განსაკუთრებით საინტერესო ყოველთვის. სპორტის მიმართ. გადმოვალ უკვე თქვენთან კითხვით. კი ბატონო. სახელი გვარიც ვთქვათ ბარემ და კითხვა დავსვათ. თასულა და მაინტერესებს თქვენთვის რომელი არის მაინტერესებს თქვენთვის რომელი არის ყველაზე გამორჩეული თამაში და ლამაზი ფეხბურთი რომელი თამაში იყო თქვენთვის დასამახსოვრებლად. კი ბატონო. რაღაც მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომ რა არის იცით რაც პირველია, ხო, აი განსაკუთრებით სიყვარულიდან დაწყებული ყოველთვის არის ას განუმეორებელი, დაუვიწყარი და ყოველთვის წლები გადის თუ არა იმ შტაბეჭდილებების ქვეშ ხარ ნაწილობრივ მაინც ადამიანი, მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში და აი პირველი რაც იყო ჩვენთვის, ეხა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ჩვენთვის რაღაცა საოცრება, ამდენი 13 წლის ბიჭი ვარ, ფეხბურთზე ვგიჟდები, თან ისეთი დიდი დინამო ყავს, რომ ფაქტიურად ფეხბურთიდან ფეხბურთამდე ცხოვრობთ და მე კი ასე ვიყავით ჩვენი თაობის ახალგაზრდები, არა მარტო ბიჭები, გოგოები, მთელი საქართველო იყო ასე. და მე ბედნიერი ვარ, რომ რაღაცა თითქოს იგივე სიო უბერავს ეხაც რა. მე მახსოვს შარშანდელი წელი, როდესაც ფეხბურთ დღეებს ვითვლიდით. ჩვენ როდის ითამაშებდა საქართველოს ნაკრები და მარტო ჩვენ არ ვიყავით ასე, ვინც ფეხბურთით ცხოვრობდით და ცხოვრობთ მთელი ცხოვრება, არამედ ყველა ასაკის გალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები. ეხა ხვიჩა კვარაცხელიაზე როდესაც საუბრობთ მის ფენომენზე, შეიძლება ცოტა გადაუხვევებთ იმას, მაგრამ უკაცრავად. ესე იგი 90 წლის დედა მყავს, რომელიც ყოველთვის ინტერესდებოდა ფეხბურთის, ყოველთვის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, მაგრამ ნუ დღეს განსაკუთრებით რა. რა თემაზეც არ უნდა ვისაუბროთ, მიდის ხვიჩა კვარაცხელიაზე. ნებისმიერ თემაზე. ესე იგი ისეთივე შემადგენელი ნაწილი გახდა ხვიჩა მისთვის, როგორც შვილები. ვეუბნებით, ვეჭვიანო. ხვიჩა უფრო გიყვარს ვიდრე შენი შვილები და შვილიშვილები თქვა. გეური იგივეა რა. აღარ მახსოვს და ქალის ხმამეს რა საყვარელია ეს დამიანე კაცო ეს გავიხედე და ქალი ვიღაცას ელაპარაკ ესე ასაკი და ერთი კადრა ყველას ეს არის აუც დიდი ბედნიერებაა ჩემი აზრით რატო არის კიდე ისი დიდი ბედნიერება მე ესე ვფიქრობ როცა ფეხბურთია როცა საქართველო თამაშობს ნუ ფეხბურთი განსაკუთრებით და ნებისმიერ მოედანზე როდესაც შენი ქვეყანა თამაშობს ასეა მაგრამ იქ განსაკუთრებით რა მაშინ ხო არანაირი უთანხმოება, ასთასხვადასხვაობა, ჩემიანი, შენიანი, მისიანი, ხო არ არსებობს და ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი, ხო ფეხბურთის დროს აბსოლუტურად ყველანი ვართ ერთი და არაფერი არ განგვასხვავებს, ერთი მიზნის გარდა რომ საქართველოს უნდა მოიგოს. ეს ერთიანობით ეს მოგება გვაბედნიერებს და ერთიანობით მიიღწევა ყოველთვის გამარჯვება და მერე კიდე ამ ერთიანობას რო ხედავ, ეს კიდე უფრო გაბედნიერებს ჩემი აზრით ადამიანს და 82 წელია დაუწყარი და რატო რომ მაშინ ეხა დღეს რო ასარჩევად გვაქვს ერთ დრო 7 თამაშის ყურება შეგიძლია 7-ს ერთად უყურო და ასე შემდეგ მაშინ არ იყო ასე რა ეხა რაღაცა ერთ თამაშს კვირაში ერთხელ ველოდებოდით ან ორს თუ გამიმართლებდა და ასე იყო საერთაშორისო შეხვედრებზე ხო საერთოდ და ეს სოფლიო ჩემპიონატი იყო პირველი ჩემთვის ჩემი თაობისთვის თან გააშუქეს ძალიან მაგრამ პირდაპირ ეთერი მიდიოდა თან კი საბჭოთა კავშირის ნაკრები იყოს მაგრამ არავინ არ თქვას არ მჯერა მე იმ ადამიანების ვინც იტყვის რომ იმ საბჭოთა ნაკრებს როგორ უბალეშიკებ როგორ უგულშემატკივრებდნენ 4 ქართველი თამაშობდა იქ როგორ შეიძლებოდა კი მე ჩემი ფავორიტი ვყავდა სხვა გუნდი იტალიის ნაკრები გასაგებია რაღაცა ჩვენი სიმპათიები ყოველთვის გვაქვს ამა თუ იმ სხვა ნაკრების მიმართ, მაგრამ საბჭოთა კავშირი თამაშობდა, 4 ქართველი იყო იმ გუნდში, 4 რო იყო იმაზე გული გვწყდებოდა, 6 რატო არ იყო ყიფიანი და გუცავი და ასე შემდეგ, რომლებიც რეალურად მართლა იმსახურებდნენ ნაკრებში ყოფნას და ის ჩემპიონატი იყო საოცრება, იტალიის ნაკრების გამარჯვება, აქ ჩვენი ნაკრები და ჩვენი ნაკრების ისტორიაც რა მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო იყო. შოტლანდიასთან შეხვედრა ჯგუფის მესამე თამაშია, სადაც ფრევ ყოფნის. და გადის საბჭოთა კავშირი ჯგუფიდან. მე მგონი 0-1 ვაგებთ
შენგელიამ გაათანაბრა. ნუ გიждები ახლა ქართულს გააქვს ესეთ უნიშნავანი შეხვედრაში. 1-2 ხდება ვურც უშვებს საბჭოთა კავშირის ნაკრები და ნუ აშკარა შეცდომაა კაპიტანი გახდათ მაშინ ჩვენი ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძე იმ გუნდის და ნუ აჰა მოვკვდით რა აგებს საბჭოთა კავშირის ნაკრები ვის შეცდომით რა ჩვენი ალექსანდრე ჩივაძის შეცდომით და ადის რამდენიმე წუთი შეტევაა იქეთ და ისეთი შეტევა რომ ნახოთ ის 2-2 როგორ ხდება ჯერ ერთ ფეხბურთელს ვერ გააქვს სლოპარო იყო თუ არ ვწდები მე მეორეს ვერ გააქვს ერთმა ბუცფეხი აწდინა მეორეც საშინლად რაღაცა და ჩივაძემ დაარტყა გაიტანა და ორმა ქართველმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაში ჯგუფში ორი ქართველის გოლით გახდა ანგარიში 2-2 მაგარი შოტლანდიის ნაკრები იყო და ესე გავედით ჯგუფიდან რა და ავიცი ხა მიუხედავად იმისა რომ რა არიცით აი რისი თქმა მინდა ნუ გააჩნია ალბათ რა ვინ სად როგორ იზრდებოდა ეხლა მე მაგალითად ძალიან დიდი როლი ჩემს გაზდაში მქონდა დიდედას ვებია ჩემს და ის მქონდა მე რომ მე ვიცოდი რომ ის ქვეყანა არ იყო ბევრ რაღაცას ხადია ვერ ვაცნობიერებდი უბრალოდ გარკვეული მიუღებლობა მაშინაც იყო იცით და მე დროთა განმავლობაში ხო უკვე 84-95 პერესტროიკა რო დაიწყო მაშინ ნათელი გახდა ჩემი აზრით ყველაფერი და 99 წლის 9 აპრილს ხო საერთოდ გადატრიალდა ყველაფერი რა და პოლიტიზირებული აი ერთ მაგალითს გეტყვით მხოლოდ რა მე სხვანაირად ვერ ხსნი ამას რაც უნდა ვთქვა რა ჯერ ახლა როგორი პოლიტიზირებული იყო ცხადია ყველაფერი პოლიტიზირებული თავიდან იცი აი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დაწყება რო გადაწყვიტეს ხო საბჭოთა კავშირი ეს იყო ბურჟუაზი ფეხბურთი როგორ ფეხბურთი იყო ბურჟუაზიული თამაში როგორ შეიძლება საბჭოთა მოქალაქეს ფეხბურთი და დიდხანს მიდიოდა ბჭობა რატო დაიწყო 1936 წელს ეს ამბავი ხო უკვე ის ქვეყანა წლები არსებობდა ხო ჯერ ეს იგი რა გააკეთე ხა ნუ მაშინ ვინ იყო თვითმართველი ერთმართველი დიქტატორი და შემდეგ ვიცით ხო ფეხბურთზე არ არის არასდროს ნამყოფი არანაირი ცნობა არ არის იმის შესახებ რომ სტალინი ამა თუ იმ შეხვედრას დაესწრო და ეხლა გადაწყვეტა იმის რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო ხა მისი თანხმობის გარეშე წარმოუდგენელი იყო ეხლა აფხელ ამბავი რა და რა გააკეთეს იცი 35-ში იყო თუ არ ვცდები წითელ მოედანზე საჩვენებელი თამაში ჩაატარა ხალიჩები დააგეს ორი გუნდი გამოიყვანეს მოსკოვის სპარტაკის მაშინ სტაროსტინები არიან ძმები მაშინაც და წლების მანძილზე ამ სპარტაკის თამდევი ისტორიის წითელი ფორმა ჩააცვეს ერთს მეორეს თეთრი ფორმა ჩააცვეს და ათამაშეს ერთმანეთს ადვილი წარმოსადგენია რომელი ფორმა მოიგებდა ხო შემთხვევით არა თეთრს რომ მოიგო როგორ შეიძლება მოიგო წითელმა სტალინი ესწრებოდა ეს თამაში უნდა გაგრძელებულიყო 15 წუთი რა. საჩვენებლად სპეციალურად წარმოიდგინე წითელ მოედანზე, ეს სტადიონზე წითელ მოედანზე. მოეწონაო. და უკვე რო ამთავრებდნენ ფეხბურთელი, გავიდა 15 წუთი. რაღაცა ის კავშირის კომიტეტის მდივანი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ ყველაფრის და კი დანიშნა იმით ხელსახოცით რომ გააგრძე მოწონსო და გააგრძელეთ. ითამაშეს დიდხანს 1 საათი დაახლოებით. ამას ახლა არც კი უთქვამს არც არა, მაგრამ ის თუ როგორ უყურებდა ამას ყველაფერს და მიიღეს გადაწყვეტილება. ხო, არა არ უთქვამს. და ტარდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. მაშინაც როგორ ის იყო, ისე იმ პერიოდის პირველი ის რომ ნახო, ახლა რას წერენ, როგორ შეიძლებოდა მაგალითად შეჯიბრის ეხსენებიათ, არ შეიძლებოდა. ამხანაგური ურთიერთობა და თანამშრომლობა. ფეხბურთზე ესე წერენ მაშინ, ეს მის პირველი მაშინ. და პოლიტიკის ჩარავასთან დაკავშირებით არის აი ჩემთვის რა. ჯერ ესე იგი მოყოლებული პირველ წლებში ყოველთვის ჩემპიონის და თასის ფლობელიც ხდებოდა მოსკოვის გუნდი. უსესკე მოსკოვის გუნდი, ეს ყანაირად ეგრე იყო რა. პირველად 61 წელს გახდა კიევის დინამო არა რუსეთის წარმომადგენელი გუნდი ჩემპიონი. პირველად თასი იცი ვინ აიღო? ლენინგრადის ზენიტმა. მაგრამ რა არის ის საინტერესო? როდის აიღო იცი თასი? ჩემპიონატი ხო გაჩერებული იყო ომის დროს, სხვა შორის ის ჩემპიონატში 51-ში სტარტი რო აიღო. პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ შეწყდა რა, ომი დაიწყო ვისაფეხბურთებოდა მაშინ. მაგრამ 54 წლიდან ჩემპიონატი არა, მაგრამ თასის გათამაშება ჩაატარეს. უკვე საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან გერმანული არმია, ასე ვთქვათ, საომარი მოქმედებები ტერიტორიაზე პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობდა 54-ში უკვე იქეთ. ანთავისუფლებდნენ წყალებში ევროპას, ხო? აღმოსავლეთ ევროპას. 44-ში ჩატარდა,
44-ში მოიგო ლენინგრადის ზენიტმა. მოიგო იცი როდის? როცა რამდენიმე დღე არა ალბათ უტრირებ, ცოტა მეტი. ბლოკადა იყო მოხსნილი. ეხა ამას კი იმ თამაშზე მე რაღაცებს რო ვკითხულობ, სპარტაკს მოუგეს თუ არ ვცდები და ფინალში იქ ზელიო, ერთიო, მეუღრეო, კი. სპარტაკის მხრიდან, მაგრამ ეგეთი დამთხოვების მე არ მჯერა. 44 წელს ბლოკადა მოიხსნა და ჩემპიონი ხდება ლენინგრადის გუნდი და პირველი ვინ გახდა რუსეთის მერე ჩემპიონი, ხო მეორე რესპუბლიკა იყო, ხო რუსეთი იყო. ყველაფერი მართველი, უფროსი ძმა და ნუ მერე უკრაინა იყო რა, ყველაზე დიდი შემავალი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში. უკრაინულმა გუნდმა მოიგო. აი მესამე ვიყავით ჩვენ 64-ში, როდესაც ახლა ამის მიხედვით არ გვეკუთვნოდა პროცენტულობით ჩვენ, მაგრამ ხო გითხარით ჩვენ ფეხბურთში 2% ვიყავით იმ მოსახლეობის სხვათა შორის რა, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. საბჭოთა კავშირის 2% ვიყავით მოსახლეობის და ამაზე უცხოელი მკვლევარების ბევრს წერენ. ყოველთვის ვიყავით გადამეტებულად წარმოდგენილი საბჭოთა ნაკრებში. კი ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ სადღაც ჩაგრავდნენ უფრო მეტი შეიძლებოდა. შესაძლოა უფრო მეტი შეიძლებოდა. მაგრამ რეალურად ჩვენ რო აიღო ახლა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობები მოყოლებული უფრო თუმცა იმ 50-იანებში ჩვენ ძალიან გვიჭირდა ფეხბურთში ესეც პოლიტიკაა იგივე ახლა 53 წელს სტალინი გარდაიცვალა, ბერია გარდაიცვალა და დინამო თბილისსაც პრობლემები შეექმნა. შეექმნა დინამო თბილისს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ეხლა ეს შესაძლოა პირდაპირ მივაბათ პოლიტიკა, შესაძლოა დაუკავშიროთ იმას, რომ იმ პერიოდში მართლა არ იყო ისეთი თაობა, აი 58-59 წლიდან მოდის უკვე მესხი მოდის, კოტრიკაძე მოდის, იამანიძე მოდის და სპაიცაძე მანამდე იყო. ეს მაგრამ ფაქტია, ყველაზე უფრო ფეხბურთს გაუჭირდა იმ პერიოდში. და ბერია ეხა ჩვენ ასე ვიტყვით თუ ისე ვიტყვით, არის გარკვეული ცნობები, როდესაც ბერია დინამო თბილის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. არა მხოლოდ დინამო თბილის, დინამო მოსკოვს. ეს მისი ისიც იყო, იცი, აი რა ორგანიზაციასაც მართავდა, რა დაქვემდებარება ის სპორტ საზოგადოება, ეგეც იყო რა. ეხა მაგალითად მან ეხა სანაია გადაიყვანა დინამო თბილისიდან მოსკოვის დინამოში, მეკარე ჩვენი და ეს იყო ძალიან მიუღებელი ჩვენთვის, მაგრამ ვინ ამოიყებდა მაშინ ხმას? აიყვანა მოსკოვის დინამოში. სანაია სხვა შორის ერთ-ერთი აი იაშინსო ძალიან ეხმარებოდა ლევი იაშინი ხო გამოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი მეკარე დღემდე მსოფლიოში და სანაია ავარჯიშებდა ხშირად, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბები. ანუ საითაც არ უნდა გაიხედო პოლიტიკა. იგივე ეხლა 61-ში კიევის დინამოს ჩემპიონობა რო ვთქვით რა. კიევის ეხლა დღესაც რო კითხო უკრაინელებს, ვინც ჩახედულია არა მარტო გულშემატკივარი, არამედ ჩახედული უკრაინულ ფეხბურთის ისტორიაში და ეხლა უკრაინა ალბათ ყველაზე დიდი, ყველაზე ბევრი ჩემპიონობაა კიევის დინამოს აქვს საბჭოთა კავშირში მოგებული, ხო? ყველაზე დიდი პერსონები აი უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში რა. შეიძლება აქეთ შევჩენკო დაასახელონ, იქეთ ოლეგ ბლოხინი, ლობანოვსკი, წვრთნელი რომელიც რა ვიცი ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთი გამორჩეული და ვის დაგისახელებენ აუცილებლად იცი, ვინც იცის შერბიცკი. ვინ იყო შერბიცკი? შერბიცკი იყო პირველი პირი უკრაინის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო რა. ანუ მართველი იყო, როგორც შევარდნაძე იყო აქ წლებისათვის. ისე იყო შერბიცკი ამ უკრაინის დინამო კიევის ისტორიას და შერბიცკის ისტორიას, აი რომ დააპარალელოთ, ხო? შერბიცკი რა გარკვეულ პერიოდ პრობლემები ჰქონდა, დააქვეითეს, ასე ვთქვათ რა. იმ პერიოდში კიევის დინამო ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს, ხუთეულშიც ვერ შედის. როცა შერბიცკია პირველი მდივანი, ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, მერე პირველი მდივანი, კიევის დინამოს იწიწყება რა. საოცარია, ეხლა ელემენტარული არც გჭირდება ჩახედო და თუ შეიხედავ კიდე ისეთ რაღაცეებს ამოყვება, რომ გაგიჟდები რა. ისი, აბსოლუტურად ყველაფერი კიევის დინამოსთვის ცალკე. იმდენად ყველაფერი ცალკე, რომ ეს მერე და მერე ვამბობ უკვე 60-იანი 70-იანი წლების დასაწყისიდან უფრო რა. რომ აი მაგალითად ყველაფერი დეფიციტური იყო საბჭოთა კავშირში, თქვით, კონჩე ზასპე მაგათი ბაზაზე, ცალკე ამ ფეხბურთელების მეუღლეებისთვის ცალკე მაღაზიები მიდიოდა, ასე ვთქვათ რა და დეფიციტური საქონელი მიდიოდა აბსოლუტურად ყველაფერი. ამ ელემენტარულიდან რომ დავიწყოთ და
ისე მანქანები, სახლები, ბონუსები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო და ამან მოიტანა უდაოდ კიევის დინამოს უდიდესი წარმატება. ორჯერ აიღეს თასების თასი. და აქვე დავაპარალელოთ კიდე ისიც რა, პოლიტიკასთან კავშირზე როცა ლაპარაკობთ. ჩვენ თუმცა აქ პოლიტიკასთან კავშირია ჩემი აზრით და ქვეყნის გაერთიანებაა. მაშინ რესპუბლიკა ვიყავით ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანება რას გულისხმობ რა ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ გქონდა წარმატება 64-დან 76-მდე ჩვენ ტიტული არ აგვიღია თუმცა მუდმივად მეორე მესამე ადგილზე ვიყავით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რაც ცხადია მიღწევა იყო თასის ფინალიც ვითამაშეთ 70-ში წავაგეთ მაშინ ყველა ფინალს ვაგებდით ხო და რა ხდება რა მოდის ნოდარ ახალკაცი ეს მისი ფიგურა ახლა მე მაგალითად ამ ჩვენი ვეტერანების მოგონებას რო ვისმენ ვეკითხები გადავამოწმებ ერთთან მეორესთან ეგეც სურათი მივიღე რა ახალკაცი რომელიც თავისთავად უდიდესი მსმელი იყო, უდიდესი ორგანიზატორი იყო მაშინ და მაგ ორგანიზაცია დღესაც საჭიროა და იმ პერიოდში კიდე განსაკუთრებით რა. და მაშინ თავარი მსმელები ესე იყვნენ რა, შეთავსა ვენგერი რო იყო მაგალითად არსენალში ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე ისე იყო ისიც ახალკაცი რა. 76 წელს მოვიგეთ თასების თასი როგორც თქვით რა. ეს იყო პირველი დიდი წარმატება წლების მერე. შეხედა ეხა ედუარდ შევარდნაძეა პირველი მდივანი რა. ხა შერბიცკის და შევარდნაძეს ვადარებ ამ შემთხვევაში რა. შერბიცკი რომელიც უკრაინის ხო პირველი პირი იყო და ეს აქ არის პირველი პირი საქართველოს. შეხედა 76 წელს რა ხდება რა. რა მოიტანა ამ ფეხბურთს რა შეუძლია თურმე. მაშინ დაინახა, მაშინ. ფეხბურთს შეუძლია თები გადადგას. ყველაფერი გააკეთოს რა. წვიანი კაცი იყო ხო დაფიქრდა იმ წლიდან მოყოლებული დინამოს არ მოკლებია არსად არაფერი რა. არსად არაფერი და იმან მიგვიყვანა იმ შედეგამდე. ერთი მაგალითია კიდე ძალიან საინტერესო თუ არ გადაგრალეთ მეგობრებო. 79 წელია ვეთამაშებით კიევის დინამოს წინა წელს ჩემპიონები ვართ კიევის დინამოა მეტოქე კიევშია თამაში 0-0 ანგარიში და 10 წუთით ადრე გაგვაქვს გოლი და როგორ გაგვაქვს შკლოვსკი არის ერთი ასეთ ძალიან ნიჭი გამოავლინა უფრო აი სამსაჯო ამბები რო დაამთავრა მე ბევრი მიმართულებით დისერტაციები დაიცვა და რაღაცეები მისი მოგონებებია და მე ჩვენებთან გადამოწვეული 10 წუთით ადრე კიევში შკლოვსკი ნიშნავს პენალტს კიევის დინამოს კარში და გუცაევი ჩელებაძე წააქციეს და გუცაევი ურტყავს პენალტს. პირიქით ხდებოდა ძირითადად გუცაევს აქცევდნენ ჩელებაძე ურტყავდა, მაგრამ იმდენად ხო არ იქცევდა თავს. იმდენად გაკვირვებული დავრჩითო, ჩვენს გვესიამოვნო პენალტი რო დაინიშნა. ისეთი ეპიზოდი იყო რა. ან იყო დასანიშნი, ან არ იყო დასანიშნი, დანიშნა. კიევში ხდება ეს 100,000 კაცი ესწრება რესპუბლიკურ სტადიონზე, სავსეა კიევის დინამოთვლის თამაშობს 79 წელი და მოვიგეთ ის შეხვედრა 1-0 რა და ამ წაგებას მოყვა, ის ჩაერია, ის შერბიცკი, აქ უკვე ის არ მიდიოდა მარტო კლუბებს შორის თამაში. და დავადა ის კონკურენცია. აქ ჩართული იყო ყველა და ყველაფერი მაშინ რა. ესე იგი, იმდენი იმუშავეს უკრაინელებმა. ამ შკლოვსკის მესამე თუ მეოთხე ტურია, წარმოიდგინეთ, ჩემპიონატი ახალი დაწყებულია. გამოუწერეს რაღაც STK ერქვა, ასე ვთქვათ, სპორტულ სადისციპლინო კომიტეტი გამოუწერეს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია. ну როგორ გაბედა კიევში კიევის დინამოს დაჩაგვრა ეს ახლა ხო იმ თამაშს არაფერი არ ეშველებოდა არავინ აღარ გადაათამაშებინებდა მაგრამ მაგალითი იყო სხვა მსაჯებისთვის რომ კიევის დინამოს ნუ შეეხევით კიევში არ გაგვიბედოთ მეორე ერთ და აქ ხდება საოცრება რა უკვე სახელმწიფო მანქანა მუშაობს აქაც მაშინ იყო ძალიან ისეთი მოდური და წარმატების ისეთი გარანტი გარკვეულწილად კოლექტიური წერილები წავიდა საქართველოსგან კოლექტიური წერილები, წავიდა ამ დეპუტატების და სოციალისტური შრომის გმირების და ენის ორდენის წერილები და იმდენი იმუშავეს კულისებში რა. შკლოვსკი წერს შემდეგ რა, რომ 3 თამაშამდე დამიყვანეს დისკვალიფიკაციაო რა. ესე იგი, აქ უკვე ჩვენებიც აჩვენებენ ძალას, რომ ჩვენ სასარგებლოდ მიმღები გადაწყვეტილების არათუმცა არავის არ დავაჩაგვრინებთ რა და მოკლედ ძალიან დიდი ისა ეხა ძალიან შევყევი მე ამ თემას ახლა შერბიცკის კიდე ის უწყობდა ხოლმე რომ ბრეჟნევი რომელიც საბჭოთა კავშირის მართველი იყო იმ პერიოდში იმ ქალაქიდან იყო საიდანაც შერბიცკი დნეპროპეტროვსკიდან მაგრამ დნიპრო ეხა რა და
უკაცრავად აღარ გავაგზავნე. რა ძალიან საინტერესო იყო. ეგეთი ის იყო სულ, აი მუდმივად საერთოდ არ უნდა გაიხედო რა და სპორტსმენები არა პროფესია არ იყოს, ეს იყო არა, როგორ შეიძლებოდა, როგორ შეიძლება სპორტში ვიცი ოლიმპიური ჩემპიონი გაფორმებული იყო ყველა სადღაც. მას სხვა პროფესია უნდა ქონოდა, მაგალითად ჩვენ კურსზე ვიყავით 12 ადამიანი და მე-13 იყო ჩვენი კურსები ნინო გურიელი, რომელიც არასოდეს ვაკდარი. და ესე იგი, ხო ეს აი ეს იყო სამოყვარულოება. ძალიან მაღალ დონეზე იყო ჰოკეი საბჭოთა კავშირში და ნუ მაშინ ჩეხოსლოვაკიამ ღამეებს ვატებდნენ. კი. მაგრამ ამხანაგური შეხვედრები იყო. ანუ პროფესიონალური სპორტი ვითომ არის. ხო. აი მაგ რა არის კიდე საინტერესო რა. ესე იგი, ეგეთ სტატისტიკა შეადარეს ერთმანეთს რა. ხო, არ იყვნენ პროფესიონალები, მაგრამ ყველა სადღაც იყო დასაქმებული და ხელფასი იღებდა და რაღაცა. სტატისტიკა შეადარეს საოცრება რა. ინგლისის ჩემპიონატში ვინ რას გამოიმუშავებდა 40-იან წლებია მე მგონი რა. თუ არ ვცდები რა. და აბა ეს ჩვენები რას იღებდნენ? არაპროფესიონალები. ისინი პროფესიონალები. აღმოჩნდა, რომ ამათ ჩვენებს თავის ბონუსებით, რომელიც არ არსებობდა ბუნებაში, მაგრამ რეალურად იღებდნენ, ესენი უფრო ბევრს იღებდნენ, ვიდრე ინგლისის ჩემპიონატის პროფესიონალი ფეხბურთელი. 40 წლებია თუ არ ვცდები რა. ესენი უფრო მეც იღებდნენ, პროფესიონალები არ იყვნენ, როგორ შეიძლება? მე საერთოდ ისმენთ ყურადღებით. აი 82 წლის სოფლიო ჩემპიონატი მე ძალიან კარგად მახსოვს. აი იმ ფაქტს აი ბებერი ყოფილ ხართ თუ ეს. აი იმ ფაქტს როგორ ახსნით? ფეხბურთელი გურიაკი როცა იყვანეს და დათო კეფიანი დათოს. ეგ არის აი როგორი თემა, იცით? ძალიან ხო, ძალიან მტკივნეული თემა არის. მაგრამ მე რა იკვეთება, იცით? აი ძალიან თუ ჩაუღმავდებით და ყველას რო გამოკითხავ და რაღაცა ერთიანად პაზლის აწყობას რო ვცდილობ რა. რეალურად იმპერია ყველაზე დიდი დარტყმა ახლა ხო გახსოვს რომ ჩვენთვის იყო ყიფიანი, არ იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, არადა ყიფიანი სამართლიანად ითვლებოდა იმ პერიოდში რა ვიცი ევროპაში ზიკო და ყიფიანიო და პლატინიო ასე ამბობდნენ ხო? ერთ-ერთი საუკეთესო იყო რა თან ისეთი ელეგანტური რაღაც საოცრება რა, არტისტიზმია, ულამაზესი რა, ისეთ მანერა თამაშის და აუც ყიფიანი ჩემთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი არის და თქვენს ალბათ სასიამოვნოა იგივეზე ხარ. და რა იყო იცი მაშინ მე მაგას რო იმაშვები? ყიფიანს რეალურად თამაშისთვის თავი დანებებული ქონდა. ეგ აზრი იმ მომენტში იყო ჩვენთვის თავს არ დამცემი, ხო? მაგრამ მე რომ მიყვე შენ, აბა ის იქ როდის იყო გამოკვლევაზე, რა დიაგნოზი დაუშვეს. თქვენ რასაც ამბობთ ბურიაკთან შემთხვევაში, თქვენ რასაც ამბობთ, ნუ ეს გაუგებარი იყო, ხო, ბურიაკიც შემთხვევაში, ახლა უკრაინელებში ერთ-ერთი ისა. მე ბოლოს გორდონთან ინტერვიუში რაღაცები კი შეეშალა, წამოწდა, მაგრამ ბურიაკი მაინც ის არის ჩემთვის რა და ეგ ისეთი თემა არის რა, აი ცალსახად რო ვერ იტყვი, ჩემი აზრით, მე რა ინფორმაციასაც ვფლობ რა, აი გადაჭრით ვერ იტყვი. მე თქვენ ისიც ჩვენურად გახსოვთ ყიფიანის დამოკიდებულობები, ვინ წყვეტდა, მაშინ ბესკოვი წყვეტდა, ხო? და ბესკოვის მიმართ რო იმ წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩაიშალა, ბესკოვი აქ თბილისის დინამოს ბაზაზე მუშაობდა და მწვრთნელი კონსულტანტი იყო და ეს ყიფიანის ინიციატივა იყო მხოლოდ და მხოლოდ. ანუ მას მისი პირადი ის რო ქონოდა ბესკოვის მიმართ და თუ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაგიყვანს ადამიანი, რა კეთილშობილი პიროვნებაც არ უნდა იყო, სადღაც რაღაცა გექნება და მწვრთნელად აღარ მოიყვან და თვითონ მწვრთნელია და ის მოყავს კონსულტანტად რა. და ბესკოვი ხო იმას ამბობდა მე უკრაინას წლებში დინამო თბილისის მცდელობა ჩემთვის ოცნება იყო, იმიტომ რომ ბესკოვი ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი იყო და ეგეთები ვიყავით ჩვენც რა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყავით დინამო თბილისის პრესამსახური. მინდა რომ ის პერიოდი გაიხსენო და შიდა ამბები მოგვიყო, ყოველთვის საინტერესოა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, როდესაც საყვარელი გუნდის შიდა სამზარეულოს ეცნობა. მადლობა. რა არის იცი? მე მომიწია იმ პერიოდში, როდესაც მე ესე უძახდი და ესე ხუმრობდით ჩვენ რა, რომ რაღაცა დინამოს ნამსხვრევები რა, თუ შეიძლება ასე ითქვას რა. მე უფრო ისეთი სიტყვა კაცრი არ მინდა ვიხმარო. დინამოს ნამსხვრევები იყო რა პრაქტიკულად რა 2000 წლები რა და რა გითხრა ხე ჩემთვის პირადად ჩემთვის იყო ძალიან დიდი
სკოლა რა, აი იქ ურთიერთობები, მე ხა 18 წელი რაღაცა ისე მოხდა და ბედნიერი ვარ ამით, 18 წლის ასაკში სკოლა რო დავამთავრე, როგორი ნეპოტიზმი იყო იმ პერიოდში წარმოიდგინეთ, ეხლა რო ვფიქრობ როგორ. დავამთავრე 18 წლის ასაკში სკოლა, მამაჩემი იყო კინოს ისტორიკოსი, ძალიან უნდა ამ სფეროში ყოფილიყავი და რაღაცა განაკვეთი კინემატოგრაფისტთა სახში, კინო კავშირში და მუშაობ იქ რა და ახლა კაი ის რო არის მიმინოში რო არის რუსულად ვიტყვი, კაჟდი ძენ იშტოიან, ყოველდღე ხა ელდარ შენგელაიასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს 18 წლის ვიც, აგერ მე კოკოჩასთან, მე კოკოჩაშვილთან მსახიობები, რეჟისორები, ესენი უბედნიერის კაცი ვარ რა, ეხა მეტი რა უნდა ინათრო. თეატრალურს ჩავაბარე კინომცოდნეობაზე, იქ რო ჩავაბარო, აქ მე ვეღარ ვიმუშავებ თქო და არ ჩავაბარე და რაღაცა დავამთავრე დაუსწრებელი, რომ დიპლომი ქონოდა, უბრალოდ მაშინ ხო რა პერიოდი იყო, რომ დიპლომი აუცილებლად უნდა ქონოდა ფილოლოგიური რაღაცა დაუსწრებელზე, იმიტომ რომ იმას როგორ მოვცილდებოდი, მე იქ იყო ყველაფერი, ჩემთვის ისეთ საინტერესო იყო. მე ტელევიზია და რატომ მოვყევი რა, ეხა იმაში ნამუშევარი რა, ხო იცი ეხეთ ეს კინემატოგრაფი რაღაცა ესე იყო, რომ იქ იყო ასეთი ისეთი ლაბირინთები, ჩახლართული ამბები რაღაცა და იქ ვიმუშავე, მე ტელევიზიაში ვიმუშავე წლები და დინამოში მივედი და თითქოს ის ვარ უკვე აკადემია დამთავრებული მაქვს, მეტი სად უნდა რა გამოცდილება უნდა მიიღო ცხოვრებისეული კინო და ტელევიზია, ხო, სადაც აი ინტრიგები არ მინდა სიტყვები ხო რა, მაგრამ ხო ყველაფერია რა, ეგრე ვიცით ჩვენ, რომ აი თეატრში, კინოში არის პიკი. დინამოში მივედი და თავით მეორე კლასელად რა. იგი იმდენად იქ სხვა სიტუაცია დამხვდა ჩემთვის. ზაქარია თელია დინამოს ექიმი გახდა, პროფესორი კაცი, აკადემიკოსი კაცი, 30 წლის მანძილზე წარმოიდგინეთ რა და თავის სფეროში ტრავმატოლოგი იყო, აი პირველი რა, პროფესორი და რას ამბობდა, იცი რას ამბობდა? მე მგონი ნათქვამი აქვს, მოყოლილი გვაქვს, როგორ არის შენ? აი ესეო დინამოს ბაზა ჭიშკარია. აი აქ რომ მივდივარო, მე აქ ვარ პროფესორი, აკადემიკოსი, პირველი კაცი ვარო რა. იქ რო გადავდგამო ფეხს და იქ შევდივარო, არაფერი აღარ ვარო. იმ ტერიტორიაზე რო შევდივარო. აი მაგიური ძალა აქვს რა. აი მე პირველ რიგში მაგას ვიტყვი რა. აქვს მაგიური ძალა იქაურობას რა. არ ვიცი როგორ ხდება, რანაირად ხდება. იქ რო ხარ და მე ბედნიერება მქონდა რომ დაახლოებით 10 წელი მე მუშავა იქ. აი უდიდესი სკოლა იყო რა. კონკრეტული მაგალითები ძალიან შორს წაგვიყვანს. ეხლა ჩვენ მაგალითებზე რო დავიწყოთ საუბარი და ყოველდღიურად რაღაცა აი ყოველდღიურად ერთმანეთს რო თავიდან რო აღმოაჩენ ისეთ სიტუაცია იყო რა და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საინტერესო, ზოგი შეიძლება ცოტა რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემთვის და ბევრი რამ ვისწავლე. იმას იქნასწავს და იქნასწავს ამან გადაფავრა ბევრად რა. აბა, ჟურნალისტები აი, ცოტა ხნის წინ ახსენეთ თქვენი საყვარელი გუნდი და მაინტერესებს უშუალოდ დროსაც მაჩას აშუქებთ, რომელშიც თქვენი საყვარელი გუნდი იღებს მონაწილეობას, აი ჟურნალისტური თვალსაზრისით რომ გითხრათ, რამდენად რთულია ობიექტურობის შენარჩუნება და როგორ ახერხებთ ხოლმე? საყვარელი გუნდზე როდესაც საუბრობთ, ეხა პირველ რიგში რა თქმა უნდა, ესაა საქართველოს ნაკრები, ხო? ეხა ზღვაზე რაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ? ის შეიძლება იქ იტალია ვახსენეთ, იქ მადრიდის, ყველასფერი ჩვენ რაღაცა სიმპათიებს რო ვისახურებს, ესეც იქედან მოდის ალბათ ჩემი აზრით, რომ იმ პერიოდში და დიდი ხნის მანძილზე ჩვენ არ ვყავდა რა კონკურენტუნარიანი გუნდი, ეხა დინამო თბილისი ჩვენ ბავშვობაში რა სხვა გუნდის ფენომენი საერთოდ არ არსებობდა, იმიტომ რომ დინამოთი იწყებოდა, დინამოთი მთავრდებოდა ყველაფერი და ყოველკვირა ქონდა ეს ბედნიერება პრაქტიკულად რა. და რაც შეეხება ეხა აი დღეს თქვა აი პროფესიული კუთხით მეკითხებით ალბათ თქვენ ხო? ეხა როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშის წაყვანა გიწევს და იცი შენ ეს ამბავი ხო? არ ვიცი ეხა იმაზე ზედმეტია საუბარი რომ იმ ქვეყანაზე ვისაც ეთამაშება მართლა ზოგჯერ ისეთ ნიუანსებში ძალაუნებურად შედიხარ, იცი რომ ამაში სად გამოგადგება რა რეპორტაჟის დროს ხო შანსი არა უნდა თქვა, რანაირად უნდა თქვა. მაგრამ მაინც შედიხარ რა და გაინტერესებს, გინდა რომ იცოდე. ამაზე ეს თავის თავათი ამბავი არის რა ეხა.
შოტლანდიას რო ეთამაშებოდით, რობერტ ბერტ პოეზია მიყვარს, რობერტ ბერტის პოეზიაც ძალიან ისეთ სასიამოვნო დასაკითხია ჩემთვის და რო შევყევი, თავიდან ბოლომდე კიდე სამშობლო ჩემო სკოტლენდი ქვია დაემშვიდობე საკუთარ ასაულები რა და შედიხარ ამაში, ესე იგი ჩვეულებრივ ამბავი. ეს არის თავისთავად, ამაზე ლაპარაკი არა, იმაზე რომ ყველაფერი უნდა იცოდე და ფეხბურთელები უნდა იცოდე და რაღაცეები რა. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის ხა ჩვენ რო ვიცოდით მე და გია თვალაბეიშვილმა რომ აქ ჩვენ ამხელა პატივი გვერგო ხო რომ თელის ამხელა აუდიტორია ხო არავის არ ყოლია თელი საქართველოს ყველა ქართველი საქართველოს ყველა მოქალაქე შენ გიყურებს შენ გისმენს ხა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა რა ყოველთვის ხა ჩემთვის 92-ში მქონდა პირველი რეპორტაჟი ჩემს ბიზინა ბარათაშვილთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვიპარავდით მაშინ იმაში იბერვიზიაში მაშინ მეკობრეობა ამბობ ყველგანის ხო და ამას გამოსახულებას ტელევიზია იპარავდა და იმ რეპორტაჟიდან მოყოლებული აი დღემდე თუ დამიჯერებთ აი როგორ ნერვიულობ იცი აი ძალიან ნერვიულობ რა და ის რო ეხა საქართველოს ნაკრები თამაშობს და შენ აგერ სტადიონიდან თუ მიყავს და შენი ჰიმნი არის და დროშას გამოიტანენ და ბიჭები ეგერ დგანან და მაგ დროს ეხა ცრემლიც მადგება აქაც რაღაცა მახსჯობს და სულ იმას ვეუბნებით ჩემ თავს შენ თუ რაღაცას ვერ იგზნობ იქ რაით უნდა იფიქრო იქ ყოფნა გამორიცხული ამბავია რა და პასუხისმგებლობაზე ნუ რა ეხა ძალიან რთულია რომ ყველასთვის მისაღებიო გამორიცხული ამბავია ხო მაგრამ მაინც ვცდილობ რომ მეტ ნაკლებად პირველი ამოცანა ისაა რომ არ გააღიზიანო არ გააღიზიანო არავინ და რაღაცა მეტნაკლებად მისაღები იყო და ობიექტურობაზე მაგ შემთხვევაში ლაპარაკი ზედმეტია როგორ ადამიანი ხარ როგორ ან რატო უნდა იყო ობიექტური როდესაც შენი გუნდი თამაშობს ხო მაგ არ მგონია ობიექტურობა მოგვეთხოვებოდეს ჩვენ მაგ შემთხვევაში პირიქით ის უფრო საზიანოც იქნება და ჯერ ერთი შენ რო ცადო ობიექტურობა სადაც ობიექტური ვერ იქნები და ზოგადად ცხოვრებაში ცადო ის რაც ვერ იქნები უკვე წამგებიანი არის და უკვე თუ საქართველოს არ არის და უბრალოდ ფავორიტი გუნდია, აი იტალია. არა, მაგ ხა რაღაცა სიმპათიები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მაგის დამალვა და არ გამომჟღავნება არ არის ძნელი საქმე. ახლა ჩემი აზრით ეხ მე ვისაც ვგსმენ ახალგაზრდებს, იქნება ეს სეტანტა, იქნება ეს სილკი, მე ვარ გაოცებული და აღფრთოვანებული მათი მომზადებით რა. ესეთი აი უკვე როგორ უკვე კლასი აქვს უკვე რა ეტყობათ რომ ძალიან მაგრა იმზადებიან ძალიან მაგრად მეცადინეობენ რა ხა მე ასე ვამბობ სულ რომ თამაში ისინი მეცადინეობა ხო ეგრე არის მეცადინეობა რა არის უმაღლესი აი ჩემი აზრით ძალიან ძლიერი საკომენტატორო სკოლა გვაქვს ჩემი აზრით ზოგ შეიძლება თქვენ რასაც თქვენ ბრძანებთ რაღაცა ზედმეტი იქეთ მოუვიდეს აქეთ მოუვიდეს მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ მე ხა რასაც უსმენ არ ვიცი რა აი ძალიან ძლიერი კომენტატორები ეს პატარა ახალგაზრდებს ჩემთვის პატარა ბიჭები რა ძალიან მაგარი სადაც არ უნდა გაიხედო სეტანტა იქნება ეს თუ სილკი იქნება ერთადერთი რაც თქვენ ბრძანეთ არის მაგის ის და მეორეა ცოტა ინგლისური შემოდის რა ისე შემოდის ინგლისური რა ჩემი აზრით არ მაგ დოზით არ უნდა შემოდის აი ორი ის მაქვს ხო იმ დროს რუსული ის იყო რა იგი ანალოგიური პრობლემა იყო უცხოეთთან ბარბარიზმის დანარჩენი არ ვიცი მე კონკრეტიკას არ იმას ვიზამ მე ხა არ დავასახელებ სახელებს და გვარებს ძალიან მაგარი ბიჭები და ჩემი ოცნება არის რომ გოგოები შემოვიდნენ ამ საქმეში რა და ეს არ ხდება ვერ ხდება სამწუხაროდ მარტო მე რამდენჯერ მქონდა ცდელობა როცა ქალთა ნაკრები თამაშობს სიტყვაზე და არა მარტო ქალთა ნაკრების დროს რამდენისთვის დამირეკავს მithოვიან ძირითადად ვეტერანი ფეხბურთელებისთვის გოგოებზე მაქვს საუბარი ერიდებიან რა, მაგრად ერიდებიან. აი როგორ მინდა ისე? სპორტის ჟურნალისტიკაში არიან, მაგრამ კომენტატორი გოგოები, ერთი არა, სად ეხა. და ძველ კომენტატორებზე მაშინ მართლა რანაირად შეიძლებოდა სადმე ინფორმაციის მუძიევა, აი როგორ შეიძლებოდა წარმოუდგენელია რა. რა ინტერნეტი, რის ინტერნეტი გაზეთში 5 დღის მერე იბეჭდებოდა აი მე ვთქვათ ინფორმაციის მიღება თუ გინდოდა წარმოუდგენელი აუხსნელია ჩემთვის რა აუხსნელია ჩემთვის მაშინ ისევ სტუდენტებს დაუბრუნდები კითხვა ინებად მიკროფონი მისვლა იყოს მე მომდა თქვენ ახსენეთ წეღანაც რომ საქართველოს ნაკრები ადრე არ იყო ისეთი კონკურენტუნარიანი როგორიც ახლა და თქვენ ეს რა იყო ამის გამოწვევი მიზეზი რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი
ესე იგი, აი როგორ ხდება ხო ქართული ფეხბურთის ისტორიაში 91-ში იყო დიდი გამარჯვება თასების თასი და იმის მერე სადღაც ქვევით მოვდივართ სერიოზული გამონათებების გარშე მიუხედავად იმისა, რომ თქვა 90-იანებიდან დამოუკიდებელი ნაკრები გუნდი ყავდა 94-ში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარეთ შესარჩევის და 30 წელი გავიდა ზუსტად 94-დან 24-მდე როცა გაგვიხარდა და ბედნიერი ხალხი ვიყავით 30 წლის მანძილზე. არა და შემსრულებლები ცალკეული ყავდა, რამდენი ზგინდა, იმდენი ყავდა, ხო? ეხლა მაგის დეფიციტი ჩვენ არ გქონია შემსრულებლების. მაგრამ რა არის რაღაცეებზე ეხლა რასაც ვფიქრობ ბევრი იყო ობიექტურთან ერთად ობიექტურ მიზეზებთან ერთად სუბიექტური მიზეზებიც იყო ქვეყანაში იყო ძალიან რთული სიტუაცია რა იქ ელემენტარული იქ სავარჯიშო პირობები რო არ არის შეხაფი რო არის ესენიც რა თქმა უნდა თითქოს რა ამაზე როგორ შეიძლება შენ ილაპარაკო მაგრამ ეს წვრილმანების ჯაჭვი განსაზღვრავს საბოლოო ჯამში წარმატებას და ბევრი სუბიექტური მიზეზებიც იყო, რაც სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინდა ლაპარაკი რა. არ იყო ერთობა შიგნით გუნდში რა. ეხლა ჩვენ ამათ რო უყურებთ, ხო სახეზე ეტყობათ, რომ მოდიან იმაზე, შეკრებაზე რო ჩამოდიან და ერთმანეთს რო ხვდებიან, ერთმანეთის დანახვით არიან ბედნიერები. ერთად ყოფნა უხარიათ ამათ. ეტყობა, ეგეთი სიტუაცია იქ არ იყო რა. თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცა ისეთი ერთობა ეთყობა იქ ვერ იყო ალბათ. მაგრამ ეს არ არის განსაზღვრელი, სხვა მილიონი ფაქტორი იყო, რაც ერთად ხელს ბარიერი იყო ჩვენთვის წარმატების მიღწევაში და თავარია ალბათ ის რა ეხა აგერ ის 76-ის მაგალითი ვთქვით, რომ რაღაცა რომ დაიჯერა მართლობამ ქვეყნის და ახალგაზრდა ხარში დაუდგნენ ყველანაირად და რაღაცეები აქაც ეხა ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში ხო გვახსოვს შვენივრად იქ ჩვენ ხო ბევრი რაღაცა დავაკელით არ მინდა მე ხე დავკონკრეტება იქ არაცხელიას ტრაუმა იყო იქ ხალხი არ შეუშვეს რაღაცა ვერ ვივარგეთ რა თორე ჩრდილოეთ მაკედონია აქედან გამარჯვებული როგორ უნდა გაგვეშვა წარმოუდგენელი ამბავი იყო აქ ჩვენ თბილისში ყველას უნდა უგებდეთ ასეთ გუნდებს ვინც უმეტეს მაგრამ მაშინ არ იყო ერთობა ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ გავიდა 2 წელი ამაზეც ისწავლეს მათ ვისაც უნდა ესწავლა და აქ უკვე სხვა ვითარება იყო რა ბოლოს ამ ნახევარფინალში და ფინალში თან მაგრად გაგვიმართლა თბილისში იყო ეგერ ლუქსემბურგის აბერდენთან 9 თამაში ჰქონდა ნათამაშები არც ერთი მოგება არ ჰქონია და ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მოუგეთ ხო აქ უკვე სხვა ვითარება ეთყობოდა იცი უკვე აი რაღაცნაირად მზად ვიყავით ის სიმწარეც რო ნახეთ 2 წლის წინანდელი მაკედონიასთან თამაში და რაღაცნაირად სხვანაირად ვიყავით უკვე ყველა ერთიანად იყო ჩართული ამ პროცესში რა და ამის გარეშე არ გამოდის არაფერი რა ეს ერთიანობა არის საწინდარი გამარჯვების და მე ასეთი გამარჯვება რომ მოდის ერთიანობა იცოცხლე მაშინ ახარ ბედნიერი რა აი ბედნიერესი რასაც უყურებ და რაც იყო ეხა საბერძნეთთან მოგების შემდეგ თბილისის და საქართველოს ქალაქებში რა და მე გერმანიის ქალაქებში კიდე და აქაც თბილისში ევროპის ჩემპიონატის დროს რა მე მივედით სანახავად სპეციალ კიდე ბატონი გიგას ულევი არ არის რომ ადამიანი ოდეს არია თითქმის სპეციალისტად ბატონი აი ხედავთ თავიდან ვახსენეთ რამხელა მნიშვნელობა ერისთვის, არა მარტო ჩვენი ერისთვის, ზოგადად ფეხბურთის თემას, ხო? ბატონი გიგასთან საუბარი ჩვენ ხომ არა მხოლოდ ფეხბურთზე ხო არ გვინდოდა, რა? ზოგადად სპორტის მნიშვნელობაზე, მაგრამ წაიღო ფეხბურთმა მაინც. ახლა საით მივდივარ, ერთიანობა არ იყო ძალიან მრავალი ხელისშემშლელი ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს 2000-დან 2003 წლის მოყოლებული რა ხდებოდა დინამოში და შუშაკის დროსაც მომასაც დავანებოთ თავი, მაგრამ რისი თქმა მინდა. აი რაგბში სხვა სპორტის სხვა სახეობაზე ვიმახარ. ფეხბურთში უფრო კარგი პირობები იყო, ვიდრე რაგბში. ხო გვახსოვს ეს ყველაფერი? ბეტონზე თამაში ჩამოსვლა ლეგიონერი მორაგბეების რომლებიც თამაშობდნენ და პრაქტიკულად ფულს იქ სხვა რამე იყო და ყველაზე დიდი ბედნიერება ისე რომ ფეხბურთშიც წამოვიდა ეს ყველაფერი ამიტომ არავინ არ დაგაჯეროთ იმას და არ გადაგიყვანოთ იმ ჭკუაზე რომ აი სწორედ ის რა მე ყველა ამაზე მეჩვენება ესენი რომ ჩამოდიან სადღაც რომ მოდიან გიждები რა ყველა ერთმანეთზე ულამაზეს
აი ეს ერთიანობა და სიყვარული არის ამ გუნდში. და ის ვინ შეეცდება რომ აი ეს დაშალოს ეს უკვე გამორიცხული მგონია აქ უკვე ისეთი ასაკი აქვს და ერთად უნდა იყვნენ ეგენი დაახლოებით 10 წელი არა 10 წელი ისეთ ასაკში არის ამას ვამბობ რომ მაინც ფეხბურთის სხვა რამე ფეხბურთის სხვა რამე კიდე აი ამათ პროფესიონალიზმი მინდა ვთქვა რა ეხლა ლევან კობიაშვილი ალექსანდრე იაშვილი იგივე კახა კალაძე რომლებმაც აი ბოლო იმიდან რა შედარება არველაძეები მანამდე და კინკლაძე და ასე ახლა ლევან კობიაშვილი რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული მაჩების რაოდენობით არის ერთ-ერთ პირველ პოზიციაზე ეხლა მე-6-ზე თუ მე-7-ზე გადავიდა და დავის დროზე ძალიან მაღალ პოზიციაზე იყო რაოდენობით რაოდენობა რას ნიშნავს რომ ეს ბიჭი იყო როგორი სტაბილური იყო წარმოიდგინეთ თო წლები დონეზე ახერხებდა ბუნდესლიგაში და ეს ბიჭი რაც ეხა ეს მიღწევაც რა შრომასთან არის დაკავშირებული ხო რამდენ რაღაცას იკლებ რომ ამას მიაღწია და ეს მეუნება მე გიგაში მე რო გამიკვირდებაო მე რომელიც მართლა ყველაფერს ვიკლებდიო ჩემს ცხოვრების პერიოდში იმიტომ რომ 10 წელი გერმანიაში რო თამაშობ გერმანიაში განსაკუთრებით ხო იქ მაინც უფრო სხვა მოთხოვნები არის და უფრო სხვანაირად მოწესრიგებული ადამიანი უნდა იყოს მე მიკვირს ესენი ვინ არიან რა მე მიკვირსო მე ამათან შედარებითო და არც იაშკაო ჩვენ ამათან შედარებით არავინ არ ყოფილვართო ესენი ვინ არიან არაფერი არ არსებობს ამათთვისო არავინ და არაფერი არ არსებობს ის თავის დროზე ესეთ მოწესრიგებული ეს არის ბედნიერება მაგრამ ეს რომ ამათ გათავისებული აქვს ჭკვიანი ბიჭები არიან ნიჭიერი ჭკვიანი და რა ვიცი ერთიანი და ეგ არის საწინდარი ალბათ წარმატების რა ყველაფერი როცა გაქვს გამარჯობა ესე დაუბრუნდები 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბატონო 92 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდები მოგეხსენებათ პაოლო როს არ შეეძლო თამაში ციხეში ყოფნის გამო და მაინც მისცეს საშუალება რომ ეთამაშა და მაგ წელს იტალიამ წარმატებას მიაღწია და თქვენი აზრით თან პაოლო როსი ბომბარდირი გახდა და თქვენი აზრით მის გარეშე თუ მიაღწევდა იტალია ამ წარმატებას და რა გავლენა იქონია ამ რა საინტერესო კითხვაა და ჩემთვის სასიამოვნო მადლობა დიახ პაოლო როსი ჩემთვის ახლა ხო ყავს ახლა ჩვენი ფავორიტები ხო ყავს უცხოელი ფეხბურთელები რა პაოლო როსი ჩემთვის არის ყველა საყვარელი ფეხბურთელი რა იმიტომ რომ რატო იმიტომ რომ ტრაგიკული ბედის კაცი იყო რა ეს სასწაული მაგის ისტორიას რო ჩახედო არის არ ვიცი რა აი მაგ 82 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახდება ახლა მანამდე რამდენიმე წლით ადრე ერთ-ერთ თამაში მოკლედ ჩაწყობილ თამაში დადეს ბრალი რა პაოლო როსის არა მარტო პაოლო როსის რამდენიმე ფეხბურთელს მაგრამ პაოლო როსი მიიჩნიეს ერთ-ერთ ინიციატორად იმიტომ რომ ლაპარაკობდნენ ანგარიშის ასე ვთქვათ გარიგებაზე პაოლო როსი მონაწილეობდა ამ საუბარში რა ეხლა როსის მხრიდან და არა მარტო როსის მხრიდან მე სხვა რაიდაც ხსნიდნენ ისინი და ამ შემდეგ დავანებო თამაშთავი, მაგრამ პაოლო როსი აღმოჩნდა ფეხბურთის გარეთ კი არა, საპატიმროში რა. და ამ დროს ახლოვდება ბრძანებთ თქვენ 82 წელი რა და ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ნუ გამოვიდა ეხა ციხიდან და ტურინის იუვენტუსმა დაუდო კონტრაქტი რა და თამაში არ შეეძლო იუვენტუსში რომ ჩაირიცხა, იუვენტუსმა რომ იყიდა, როსის თამაში არ შეეძლო, დისკვალიფიკაციის ვადა ჰქონდა ჯერ. გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ის არის ყველაზე ამას მიშვება, ამას ვიხსენებ, რომ ესე იგი თამაშის დღე რომ მოვიდოდაო და მე რომ რჩებოდიო და ეგენი თამაშზე მიდიოდნენ, აი ჩემზე უბედური არავინ არ იყო. თამაში ვარჯიშობდა ამ გუნდთან ერთად, ოფიციალურ თამაში არ ქონდა მონაწილეობის უფლება. ეგენი რომ მიდიოდნენ და მე აქ რჩებოდიო, ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავიო. იგონებს და ესე იგი ბეარზოტი იყო მაშინ წვრთნელი ხო ენცო ბეარზოტი იტალიის ნაკრების და გადაუარეს იმის გამო რომ პაოლო როსი ჩართო ამ შემადგენლობაში რა მაშინ იყო პრუცო ასეთ ფეხბურთელი რომაში თამაშობდა და იყო ბომბარდირი 2 წელი ზედიზედ თუ არ ვცდები რა იტალიის სერიას ბომბარდირი იყო პრუცო ის არ წაიყვანა და წაიყვანა ფეხბურთელი რომელსაც აი რამდენიმე თამაში ქონდა სადღაც ეხა შეიძლება ცოტა უტრირებ მე რა მაგრამ ნუ აი ასეთი პერიოდი ქონდა გავლილი რა და ნაკრებს წაიყვანა რა და ამის გამო ძალიან აკრიტიკებდნენ ჯგუფში თუ გახსოვთ სამი შეხვედრა ითამაშეს ვერც ერთი ვერ მოიგეს რანაირად გაძრნენ იმ პირველი ჯგუფიდან დღემდე
ის არის რა, აი საერთოდ ერთ-ერთზე გონდათ ბურთები და ამ ერთი გატანილი გოლით და მერე ამან აიშვა რა პაოლო როსის ბენეფისად იქცა ის სოფლიო ჩემპიონატი. ჩემი აზრით, მე შეიძლება აქაც ისა ვარ რა, სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ როსის მიმართ სხვა ის მაქვს დამოკიდებულება, გარდაიცვალა სამწუხაროდ. ჩემი აზრით შანსი არ ქონდათ, ვერა კი არა, შანსი არ ქონდათ, მე ესე მგონია რა. აი, უშანსოდ იქნებოდნენ რა. თან მაშინ იმ ჩემპიონატზე რამდენი დიდი ნაკრები იყო, ხო? ჯერ მეორე პირველი ჯგუფი იყო და მე მეორე ჯგუფი იყო. არგენტინა ყავდათ, მარადონა იწყებდა მაშინ და ბრაზილია იყო ფეირვერკი, გუნდი ფეირვერკი რა და საიდან გაძვრნენ რა ჯგუფიდან რა. თუ გექნებათ შესაძლებლობა მაგაზე უკეთეს ფრაგმენტებს ვერ ნახავთ. ბრაზილია, არგენტინა, ბრაზილია, იტალია, არგენტინა, იტალია. ეს თამაშები იყო რაღაცა ზღაპარი რა. ჩავინიშნოთ. კითხვა ისევ სტუდენტებისგან. კითხვა სურვილია. გადაიცი თუ შეიძლება. აი აქ ვახსენეთ რომ ბოდიში აქ ვახსენეთ რომ წესით დღეს საერთოდ სპორტზე უნდა გველაპარაკა, მაგრამ ფეხბურთზე წავიდა ლაპარაკი. ხალხი ფიქრობს რომ ფეხბურთი არის ზედმეტად გადაჭარბებულად შესაძლებელი სპორტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ასე არის? რა არის, იცით, ყველას შეუძლია როგორც სურს ისე იფიქროს, მაგრამ ფაქტი ერთია. ყველაზე დიდი ტელეაუდიტორია ყავს ფეხბურთს. ყველაზე დიდი მაყურებელი დადის ფეხბურთზე. ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაიქცევა. საინტერესო ის არის, რომ ფეხბურთზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ იდეაში მარტო კაცთა ფეხბურთზე რა. ქალთა ფეხბურთზეც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთ დასწრება დაფიქსირდა. ქალთა ფეხბურთზე ისეთი დასწრება დაფიქსირდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ესე იგი პირველზე იყო ფეხბურთი მსოფლიო, ფეხბურთი ევროპა და მესამე იყო ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება რა. იგი ხა როგორი ამბავი, მე მაგას როგორ ვიტყვი? როგორ ვიტყვი იმას, რასაც ვერ ვფიქრობ, როგორ ვიფიქრებ იმას, რომ ფეხბურთზე მოიცა როგორი ისეთი ისინი არსებობს. ფეხბურთიო ამბობენო სიკვდილ სიცოცხლის ამბავეაო. მე ვფიქრობო, რომ ეს არასწორი შეფასება არისო. ფეხბურთი ამაზე გაცილებით უფრო დიდიაო. როგორ შეიძლება არ ვიცი ხა მე ვერ გადავაფასებ როგორ შეიძლება გადავაფასო. თუმცა მესმის ხა რაღაცეები არის საუბარი ამ ხელა ხელფასები, ამ ხელა ჰონორარები, ამ ხელა გასაკებია, მაგრამ ნუ ხა ეგრეა და რაც რაღაცა ღირს, ესე იგი ეგრე ღირს. სხვანაირად ხო არ არის რა. და ბოდის ვიხდი კიდე რა, მაპატიეთ, აი ხვიშა კვარაცხელიას ფაქტორი ისევ რა, ეხა ფეხბურთი. გეგულებათ თქვენ ქართველი ადამიანი, რომელშიც ქართველებს თავი დავანებოთ, უცხოელი 100 მილიონს გადაიხდის? აი მე მგონი არ არსებობს ეგეთი ქართველი. ხა ქართველში შეიძლება 100 მილიონი გადაიხადოს. და იმ 100 მილიონათა ძალიან გაყიდიან, გიო. არ გარა ეხა დღესაც გაყიდიან 100 მილიონად? მე არ ამგონია რომ გაყიდონ. რანაირად გაყიდიან 100 მილიონად ხვიჩა კვარაცხელიას, ხო? ღირს. ვამბობთ ხო ფეხბურთი აესო დესპანიო ისო. რა დესპანობაზე ლაპარაკობ? დღეს ეხა 10 უცხოელი მოქალაქიდან, რომ აი ესე რო ავიღოთ რა. საქართველოს თუ იცნობს 10 5 იცნობს ხვიჩა კვარაცხელია. ეს ხო არ არის სადაო ეს ამბავე, არ არის სადაო და ჩვენი ამომავალი ხო რა არის ეხა ხო? რომ აი საქართველოს ჩვენ გვინდა რომ დაგვინახონ. ხო ეგ არის ეხა რა. მე ესე ვფიქრობ რა. დაგვინახონ თან კარგი თვალით რა და ამბიც რო ხედავენ, რა ვიცი, ის არ ეშლება, ეს არ ეშლება, ის იქ გულისხმობ მე იქ ავრამბებში რა. ეხა პორტუგალიასთან თამაშის მერე მან რაც გააკეთა პორტუგალიასთან თამაში საფინალო სასტვენის შემდეგ ყველა ვართ ექსტაზში, ხო, აბა რა აღჭირს, რომ გიგაში გავედით. პლეიოფში გავედით და ხო გახსოვთ ის კადრი ეხა, გიორგი, ხო გახსოვს, რომ გამოეყო ეს ხვიჩა კვარაცხელია გუნდს, რომელიც აი ერთად არის რა, ის აპოგეა არის იმის და მიირბინა კრისტიანო რონალდოსთან რა. ეს ეხა ისეთი აი ეს ნიუანსები არა, აი ეს მოდის გულიდან, ჩემი აზრით და ტვინიდან და ეს იყო საოცრება ჩემი აზრით რა. ესეთი ნიუანსები ხო ყველაფერს ყურადღებას აქცევენ, არაფერი არ იკარგება, ახლა თან მილიონი კამერა ირებს ყველაფერს და ყველაფერი ჩვენ ხელის გულზე არის რა და
გამომდინარე აქედან რა ვიცი ფეხბურთი იმდენად მნიშვნელოვანია და კიდე ჩვენთვის აი ისეთი ერებისთვის რომლებიც გვინდა რომ შეგვამჩნიონ რომ რა ვიცი რა გითხრით მე დავამატებ ერთ რამეს როდეს სენეთ რომ კომენტატორები მეცადინეობენ მატჩის დაწყების წინ მაინტერესებს თქვენ როგორ ემზადებით ან საერთოდ გჭირდებათ თუ არა მომზადება სანამ დაიწყება მატჩი გასაკვირველია გჭირდება რომელია ძალიანაც გჭირდება კი ავი რამდენიმე დღით ახლა როცა მნიშვნელოვანი ზოგადად ახლა არ იმავშევები არ ვახარისხებ ნამდვილად მე როგორ ნაკლებად ისეთი აუდიტორია გეყოლება ამ თამაში, მაგრამ როცა ახლა საქართველოს ნაკრებს ეხება სერიოზულ მეცადინეობა არის და მუშაობა საჭირო აუცილებლად. დაახლოებით კი ვისაუბრეთ ჩვენ მაგ თემაზე ახლა რამდენიმე წუთის. მუშაობა სხვანაირად არაფერი არ გამოდის რა. გამორიცხულია სხვანაირად რა. და მე კიდე რამდენიც არ უნდა იმეცადინო და იმუშაო, მაინც თვითკრიტიკული ხარ ადამიანი და გონია რომ რაღაცა დააკელი ყოველთვის ასე ხდება. ჩემ შემთხვევაში ასე, რომ სულ თვითკრიტიკულობა არასდროს არ მაყოფილი და სულ მიმაჩნია რომ ისე ვერ გავაკეთე როგორც უნდა გამეკეთებინა. კითხვა? მოგცემთ. კი ბატონო. აი, ბარემ ერთად ხართ და ამასთან დაკავშირებით არის ეს კითხვა დაახლოებით, მაინტერესებს აი მატჩის დროს თუ ხდება ხოლმე დაუგეგმავი რაღაცაები და რა თქმა უნდა ალბათ ხდება, როცა თვით ინტერპრეტაცია გიწევთ ხოლმე რაღაცაების. სულ ეგრე არის მინდა გითხრა, სულ ეგრე არის. თუ ხდება რომ რაღაც დაგეგმილია. მეცადინეობ ერთია, მაგრამ ეს ხო არ წერე ხარ როდის რა უნდა. ხო, სცენარს არ. მაგი როდესაც ახლა ერთ-ერთ არხზე შესავალი იწერება, მე როგორც ვიცი და რა თქმა უნდა ცოდნა ვატყობ რო კითხულობენ. ეს ცოტა ის არის ახლა რა, სპეციფიკური არ ამგონია. იმიტომ რომ ხელოვნური გამოდის რა. შენ ახლა შეიძლება მაგალითად წინასწარ მოამზადო, თქვათ. სცენარი რაღაცის განვითარების შემთხვევაში. აი ესე აღნიშნო. ხო შეიძლება ახლა ის იფიქრო ადამიანმა რა. თუ მაგას გააკეთებ, ფალშია რა, ხელოვნურია და არ მუშაობს და პირიქით. აი მიდის დანახავადი როგორ გარდა ეგ. ახლა ეგ რა არის, იბო ბუნებრივად უნდა მოდიოდეს ჩემი აზრით რა. ახლა ბუდის დანახავაც რაც შეეხება დაიწყო ხო ლუქსემბურგთან თამაშია, პირველი ეს გზა რო დაიწყო ჩვენი და ლაბირინთებში რო დავდიოდით. მაგ იწყება და ისეთ დროს იწყება ერთით-ერთი გაგვიხადეს, გული გაგვისკდა ალბათ ბევრს გამახსენდა მილიონი რაღაცა რომ ესე ამხელა რო გვაკლდა წარმატებამდე რაღაცებმა ხელი შეგვიშალეს, ვერა და ვერ მიყვავს ბოლომდე ჩვენ საქმე, შემეშინდა რა, ვის მე შემეშინდა სერიოზულად რა და ამ დროს მივიდა ერთმა ესპანელმა მეორეს ყურში რაღაცა უთხრა ვარის ფსაჯმა. ამ თავასაც მივიდა რა გოლი, ის გოლი ის გაუქმა, იქეთ კაცი გააგდო და რა ვიცი ეს ესპანელი სხვა შორის აი ესეც რა არის რა ეს ცხოვრება რა. ეს ესპანელი სანჩესი ვინც ჯიდა ჩვენ შეხვედრას და ლუქსემბურგს რაც გაუკეთა მან ობიექტურად ეხა ეგრე იყო რეალურად კი არ მოუგონია, მაგრამ მაინც საინტერესოა რა. ეს სანჩესი იყო მსაჯი ლუქსემბურგის ნაკრების ვისთან იყო? სლოვენია არ იყო ჯგუფში, პორტუგალია და სლოვენია მე თუ არ ვცდები. მოკლედ ლუქსემბურგი ჩვენ მეტოქე არ უნდა ყოფილიყო. ლუქსემბურგი ჯგუფიდან უნდა გასულიყო იდეაში რა. 3 ტურით ადრე ქონდა შესარჩევ ჯგუფში თამაში, სახში და ის თამაში რომ მოეგო, აქ აღარ იქიდან გადიოდა პირდაპირ ლუქსემბურგი ეს წვალება არ დაჭირდებოდა პლეიოფები რა, რომ ჩვენ ვიწვალეთ, მაგრამ მაგას დავეძებთ, თავარია დავაგვირგვინეთ და მოხდა ისე რომ ეს ტიპია იქაც საჯი. იქ ლუქსემბურგში რა. და 21 წუთია ძალიან კარგად მახსოვს, თუ ნახავთ თქვენ მაგ შეხვედრას, შეაფასეთ. პენალტს ნიშნავს ლუქსემბურგის სასარგებლოდ რა. ჯობია ეს ლუქსემბურგი თამაშიც ისეთია ფეხი აუწია რაღაცა დანიშნა პენალტი. ნუ არის პენალტი ესე ჩანს. მერე გაიმეორეს 9 ჯერ, დაუძახეს ყურში, მივიდა ვარზე. არ გააუქმა ეს პენალტი. თუ ვერ გავიდა იმიტომ, წარმოვიდგინე ორი ყველაზე დიდი თამაში ლუქსემბურგის ისტორიაში ამან იმსაჯერა, იქაც ვარი, აქაც ვარი, მაგრამ ჩვენ მაგას დავეძებთ. მერე თურქეთთან ხო გაგვიტანეს 1-0-ს ვაგებდით, გაგვიტანეს ეგრევე მეორე ვარზმა გააუქმა. ჩეხეთმა გაგვიტანა ვარმა გააუქმა. ჩეხეთთან პენალტით რო გავათანაბრეთ, მე ეხა რასაც მე რაც ვიცი და ბიჭებისგან რაც ვიცი, ერთადერთი დვალმა დაინახა იქ ჩეხეთის ფეხბურთელის ხელი. არავის არ დაუნახია სხვა. გამეორებითაც რო ნახო, აი რაღაც აი იმას ეხება რა ბურთი რა და დვალმა დაინახა, იმიტომ რომ მაგან ჩააწოდა რა და მაგი უყურებდა. სხვას ხელი არ აუწევია თამაში გააჩერებო საჯისთვის. მასაც რო არ აეწია, ეხა ვარის ხო მაგაზე რეაგირებს, ხო? უყურებს თუ ვის რაღაცა პრეტენზია რო აქვს, იმას უფრო ყურადღებით უყურებენ რა.
დვალსაც რო არ აეწია ხელი, მე მგონი იქ არავინ არ მიაქცევდა მაგებიზოს ყურადღებას. დვალის დამსახურება სულ მასე ვთვლი რომ აქ რო ჩვენ არ წავაგეთ რა. მაგ ვარი პენალტი და მე ნუ პორტუგალიასთან ახლა იც რაც ხდებოდა რა, არ ვიცი რა, რაღაცა თან დეჟავი განმეორდა და ყველა ჩვენ სასარგებლოდ რა. და ნუ ესპანეთთან მე კი იქ შეიძლება მისვლა და მისასვლელი იყო იდეაში და არ იყო იდეაში ის ბურთი ალბათ ჩასათვლელი, მაგრამ რაც მოხდა და პორტუგალიასთან რაც იყო და 2-0 რო შანსი ჰქონდა 2-0 აიც მოხდა 2-0 დავწინაურებული ყავით. აში რა ერთი მასზე ვიყავით ერთ ჭკუაზე მე მგონი ყველა რა. მადლობა. მე ცოტა უკან დავბრუნდები ფეხბურთელებზე, როდესაც საუბრობდით და თქვენ ახსენეთ, რომ არის ფეხბურთელები, რომლებიც არ ვიცით სამწუხაროდ, ან ძალიან მცირე რაოდენობის ხალხმა იცის და მაინტერესებს გითხრათ სახელები ფეხბურთელების კომენტატორებზე თქვით ბოდიში, მაგრამ მე უშუალოდ ფეხბურთელებზე, დიახ, საქართველოს ისტორიაში მინდა დაასახელოთ ერთი ან რამდენიმე თქვენ გადაწყვეტეთ ფეხბურთელი. სუზეპი რათვიცი ეგამბავი. დიახ. დაიწყებთ მოვლას პორტუგალიაში ვიყავით რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში და არის ყველა ევროპული ქვეყნიდან წარმომადგენელი და ერთ-ერთი იყო ინგლისიდან და იქიდან იყო წამოსული ფეხბურთის მცოდნე მამაკაცი პროფესორი იყო. და ნუ დრო დავიწყეთ რომელი ქვეყნები არის და ჯორჯიაზე სამწუხაროდ აქვთ ესო ცოტა ამერიკისკენ მიდიან და უცებ და უნდა დაამატო country Georgia და მაინც ვერ ან კვარაცხელი უნდა დაამატო და უცებ ჩვენი პროფესორი კალდრი მაგეძახის გიორგი კინკლაძე ინგლისის გუნდში თამაშობდა და ადგა კაცი ფეხზე და მოითხოვა რომ თელ აუდიტორიას ტაში დაეკრა ერისთვის. ეგ არის ფერი. რომ კინკლაძე როგორც ფელა, შეუჩი ხარ ბატონო შენი კო. ეგ არის ფეხბურთის ძალა ეგ. დიახ, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში დაასახელოთ ფეხბურთელი ერთი ან რამდენიმე თქვენ გადაწყვეტეთ, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფეხბურთის განვითარებაში და ვთქვათ, რატომ კონკრეტულად ის ადამიანი. რა არის? აი პირველ რიგში ალბათ ბორის პაიჭაძე იყო ასეთი რა და გაგონილი გვაქვს ყველა სხადია, ლეგენდა, ყველაზე პირველი, დიდი, ყველაზე დიდი. მე პირადად მასთან ძალიან ახლოს ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება გაიო ჯეჯელავას ვაყენებ, ასევე ძალიან დიდი იყო, ძალიან საინტერესო იყო. ეხლა ჩვენ ამათზე მსჯელობა ცოტა გვიჭირს გამომდინარე იქიდან ვიდეო კადრები პრაქტიკულად არ არსებობს. ბორის პაიჭაძეზე არის რაღაცები რეზო ჩხეიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი და მაგრამ იქაც დადგმულია რა, როგორ ვარჯიშობს ისაა დადგმული რა. მომი წელია 59 ხო მე მოდის ბასაღობერიძე იყო რა, რომელიც ყველაზე მეტი თამაში დინამოში რაღაც საოცარი კაპიტანი გუნდის და რაღაცა რა. მე ხა ძალიან ისეთ შეკუმშულ ვარიანტს ვამბობ რა. და მესხი მეტრეველი მოდის მე ხო აუცილებლად რა. მე მოდის მურთაზ-ხუთცილა, შოთა იამანიძე მანამდე. ის საერთოდ რა გუნდი საოცრება იყო. პირველად ვინც გახდნენ ჩემ მურთაზ-ხუთცილავა და მე უკვე მოდის უკვე ისთაობა 91-ში რო თასი მოიგეს, დავით ყიფიანი იყო, ვოვა გუცაევი, რამა შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, აინც ეს ხუთი განსაკუთრებით და თუნჩაშვილი, სტენგი სულაქველიძე იყო და მე უკვე აქეთ ახლა კი ახსოვს ყველა არველაძეების თაობა კეცბაია და კინკლაძე და ეგენი რა თქმა უნდა. ბევრი იყო. აი ეს ამით ვიყავით განებივრებული რა. ინდივიდუალისტები ყავდა ჩვენ ყოველთვის რა. შეიძლება გუნდ შედეგი არ ქონოდა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი ყოველთვის იყო რაღაცნაირად გამორჩეული რა და ისეთ კაშკაშა რა. მაგ მხრივ არასდროს ჩვენ დეფიციტი არ ქონია. ნებისმიერ პერიოდში ჩვენი ფეხბურთის არსებობის რა. მე მაინტერესებს სამი თამაში რომ დაგვისახელოთ, რომელსაც დაესწარით და არის თქვენი ფავორიტი. რა არის მაინც დიდი მადლობა დინამოსთან მივდივარ და იმ პერიოდთან მაინც რა პირველ რიგში კონკრეტულად რომელი თამაში გეტყვი ახლა რა ნახევარ ფინალი გვაქვს თასების თასი რომელიც ავიღეთ 13 მაისს ამბები ნახევარ ფინალი გვაქვს როტერდამის ფეინორდთან წარმოიდგინე რა ეს ერთი ნაბიჯი ნახევარ ფინალი და მერე ფინალი და რაღაცა წარმოუდგენელი ამბავია ევროპის თასების თასი დინამო თბილისი ის გაჟრიალებს როცა ფიქრობ ამაზე რა და ფეინორდთან თამაშია, პირველი თამაში იყო თბილისში რა, 4 აპრილს 1991 წლის. ეხლა მაშინ ხო არ არის ისე რომ იქ რაღაცა ბანერია, რაღაცა
ან იყიდი, ან დროშას იყიდი, დროშით წახვალ, ან რაღაცას შეიძენ, ან რაღაცას შეხებაო ისე წახვალ. ნუ არაფერი არ არის რა ის პერიოდია და მე და ჩემი ძმა უფროსი გამყავს. რა გავაკეთეთ? ეხლა რომ გვინდოდა რაღაც იმით მივსულიყავით რა სტადიონზე, ტრანსპარანტით. ავიღეთ ზეწარი, თეთრზე კარგად ჩანს. სად იყო მაშინ სხვა რაღაცეები უნდა მოგეფიქრებია. ავიღეთ ნაძვისხის სათამაშოები, აი ნაძვისხი. შეველიეთ ამ ნაძვისხის სათამაშოებს, დავშვენით, დავლეწეთ და ამით გავაკეთეთ წარწერა და ხელები გქონა დასისხლიანებული, სულ წებო წაუსვი დინამო ფეინორდი 3-0 და ამით ავაწყვეთ რა ამ ნაფჩხვენებით. ეხაც მაქვს ეს ნაფჩხვენები აღარ დარჩა, მაგრამ სანაფჩხვენე წერტილები არის და მაქვს ეს შენახული იმდენად რელიკვია არის ჩემთვის რა. და წავედით ამ სტადიონზე, მახსოვს 25 სექტორი იყო, რიგი ადგილი, ყველაფერი რა, იმ დღის რა. ეს იყო საოცრება და 3-0 თავდება ეს თამაში და მე გავდივართ ფინალში, ან მეორებითში რაღაც ასწავლები ხდება მსაჯის მხრიდან, მაგრამ იმდენად მაგარი ანგარიში გვაქვს აქ, რომ გავდივართ ფინალში. ეგ თამაში იყო, რა დამოვიწყებს და აქეთ რა ახლა რანაირად შეიძლება მე ხა საბერძნეთთან თამაში როდესმე დამოვიწყდეს, ხო და ის პენალტების სერია და მოგება თან ბედნიერი ვიყავი რომ მიმყავდა ეს თამაში. და რა ვიცი, იქეთ კიდე აი რო არის თურქეთთან თამაში პირველი და პორტუგალიასთან თამაში ბოლოს წინა რა, რაღაცა ორი ჩემთვის თანაბარი ის არის რა, იმიტომ რომ პირველი თამაში იყო თურქებთან რა. სხვა შორის რაღაცა ისე მოგვიწია რა, რომ ამ დორტმუნდში, რომელსაც ეხა სიგნალი დუნა პარკი დღეს და ადრე ვესტფალენ სტადიონი ყოველთვის გამორჩეული სტადიონი იყო ეხლა ჩემთვის რა, იმ პერიოდში როცა დიდი დინამო იყო და დინამოს დასწრება ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთლიანად ევროპაში, ერთ-ერთი ესეც იყო რა, ეს ვესტფალენ სტადიონი და ამ სტადიონის მიმართ 80-იანებიდან ის მქონდა ინტერესი და პირველად მაშინ მოხვდი, მანამდე არ ყოფილვარ მაგ სტადიონზე რა. რაღაცა ყვითელი კედელი და რაღაცეები რა და მე ხა ის სული არ ჩანდა მაგ თამაშზე, იმიტომ რომ მაინც დორტმუნდი არ თამაშობდა, ბორუსია და სხვა იყო, მაგრამ თურქებით იყო გადაჭედილი და რაღაცა როგორ მოხდა ისი, რომ ჩვენ ყველა თამაშზე, საქართველოს თამაშზე მე და გიას საუკეთესო ადგილებს გვაძლევდნენ საკომენტატოროს, ვინაიდან ჩვენი ნაკრების თამაში იყო აი ზუსტად ხაზის გასწვრივ პირველივე რიგში და მაგარი ადგილები რა და აქაც ეს ადგილები შეხვდა. მაგრამ ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით მე ეგეთი რაღაც არსად არ მინახავს, ხო არის რა, რაღაცით არის გამოყოფილი რა, ეს მედია ზონა იქნება თუ საკომენტატორო. ჩვენ წინ აი ასე ისხდნენ თურქები, თურქები არ იყვნენ, ეხა მაგ თამაშზე ჩვენების ბევრი იყვნენ და თურქები განსაკუთრებით ეს დორტმუნდი და მაგ მხარე საერთოდ რულის მხარე თურქებით არის მიგრანტები დაასახლებული. პირველი ხო გაგვიტანეს და მე გავუტანეთ ხო ჩვენ და ნუ გავგიჟდი ეხა იმ დროს საერთოდ საკუთარი თავი არ მახსოვს, არაფერი არ მახსოვს, ბედნიერი ვარ, პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე და ნუ აღვნიშნავ რა, ხა არაფერს ისეც მე არ იმას ვიზამდი რაღაცას ისეც შეუფერებელს, მაგრამ ნუ ბედნიერებას იმავშვები რა რაღაცა და მერე მეუნებიან რა, იმიტომ რომ გვერდზე უკან ჩვენებიც ისხდნენ რაღაცა, შენო ის რო აღნიშნეო მას უთყამდნენ რომ თქვენ მაგიდას რა ხდებოდაო, ის იმ დროს მე რა მაგიდა არის, მაგიდა საკუთარი არაფერი არ მახსოვდა საერთოდ, მაგრამ ეგეთი ის იყო რა, ეს უბრალოდ გამახსენდა, ეხლა და მოვიტანე, იმიტომ რომ ეს თამაში იყო ყველანაირად დაუვიწყარი რა, პირველი თამაშია წარმოიდგინე რა ხდება ეხლა იქ და რა იყო იმაგას რა დამოვიწყებს რა. და ნუ პორტუგალიასთანაც რომ მოესწარით რაღაცას ისეც რასაც ვერ ველოდით ხო ხა მე მაგალითად რა თქმა უნდა იმედიანად რაღაცა, მაგრამ რთულად წარმომედგინა ჯგუფიდან გასვლა. მე ჩემი ის ქონდა დალაგებული თურქებს მოუგებთ თქო ფიქრობდი ჩახერთან და პორტუგალიასთან რაღაცა ისე ვიყავი პესიმისტურად და ვინც იმას ფიქრობდა თავიდანვე რომ კარგია გასულ პორტუგალიას შევხვდებით მესამე ტურშიო, ცოტა სკეპტიკურად უყურებდი, მაგრამ დაჯდა ყველაფერი ისე რა, მართლა უმოტივაციო პორტუგალია დაგვიჯდა რა. ბატონო? ბარათაშვილი კოსკეთო. ვიჯინა. ერთი თამაში იყო რა, დინამოზე ითამაშა მადრიდის რეალმა რა. 91 წლის 4 მარტი არის რა.
მე მგონი არ მეშლება სპარტაკს ეთამაშა რა მეოთხე ფინალი ჩემპიონთა თასის და ეგ საერთოდ დრე იყო დაუვიწყარი იმიტომ რომ რეალი ძალიან მაინტერესებდა ძალიან მომწონდა განსაკუთრებული სიმპათიებით ვიყავი და ვარ განწყობილი და თბილისში ითამაშა პირველად და უკანასკნელად რა მადრიდის რეალ 0-0 მორჩა დიდი აფერი თამაში არ იყო მაგრამ რეალი იყო და ამავე დღეს საღამოს იყო წარმოიდგინე მეოთხე ფინალი უკვე თასების თასის ვესთემი დინამო თბილისის რეპორტაჟი 4-1 რომ მოვიგეთ რა და ეხლა როგორი დღეა წარმოიდგინე აგერ რეალის თამაშზე მიდიხარ და მე ვესთემი არის ტელევიზორში უყურებ ფილმს აუცრებას რა 4-1 ინგლისში ეწიათ ამ ბავშვს ჩვენ რომ მე მახსოვს კიდევ არა ხო რაღაცა ის იყო კი მე ეგეთ შემოვიდა ალბათ ამ კედლებში ეს პირველი 2 საათიანი ასე ვთქვათ ინტერაქციული შეხვედრა და მე ვიტყოდი დიდი მადლობა რომ 2 საათი გამიზელი 2 საათი გამიზელი დიდი მადლობა თავაზობთ ერთი საერთო ფოტო გადავიღოთ